სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენიერი აჭარაბეთი დღეს ძალიან საინტერესო პიროვნება მყავს ზოგადად მიხარია რომ აქ არის დავიწყოთ მაგედან დავიწყოთ დღეს საშკარი ნეტენდერი აქ ძალიან მისწორდება რომ ეს მოვლენა არის რომ აქ ზიხარ ვინც არის ის გაიგებს რატო ზოგადადაც გამეხარდებოდა აქ რომ მოსულიყო მაგრამ ეს კონტექსტი რის გამოც ახლა აქ ხარ ძალიან მახარებს რა როგორ ახარ მოდი სანამ რაღაცა კითხვებს დაგისვავ და შენც მომიყვები რაღაცებს როგორ ახარ ვაფშე მითხარ პირველ რიგში მადლობა მინდა ეს მიწიეო ცოტა პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის რომ აქ ვარ შენ გენაცვალე მეორე რიგში სანამ დავიწყებდეთ მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს ოჯახს გვერდში ედგა და მათ შორის პირადად შენს და რავი დანარჩეს პროცესში ალბათ მოგიწევ შენ გენაცვალე მე მართლა ძალიან მიხარია ჯეროდა თქო არა იმენა გავიფრანჭები არ ჯეროდა არავის არ ჯეროდა სვაიპს ამ რომ მომწერა სვეტში გეუნები მაგრად ხო გამისწორდა და ბიჭო მე ვთქვი აი როგორი ჩაქნეული პონტი იყო ისე ეგრე ძალიან გულისწყეტით ვიძახე ამას რა მაგრამ იმდენად რაღაცა ბურუსით და მძღნერით მოცული ამბავი იყო რომ მე ვთქვი ბიჭო ნუ აი კაროჩი კაცი გაწირულია და აი იცი როგორ მეგონა რამდენიმე წელი მაინც მეგონა ეგ ის არა აი ეს პატალოგები და არა რამდენიმე წელი მე ვთქვი მინიმუმ რაღაცა სანამ დაალაგდებ მაგრამ ეს სწრაფად ყველაფერი შედარებითია რომ დაალაგდა მთელი გულით შენ ოჯახს ულოცავ შენ მეგობრებს შენ გილოცავ და კაია ვაფშე კაია რო აქ ხარ იცი რა მინდა პირველში მადლობა რომ პირველი როგორც კი რაღაცა მეგრევე მომწერა რომ შენთან უნდა ვარო პოდკასტშიო ისაუბროსო უღრმესი მადლობა მართლა ამისთვის ძალიან მესი ამოვნა ვინც არ იცის მოდი რა ვქნათ იცი ყველა გიცნობს თან ახლა YouTube-ზე ვართ მეტნაკლებად ყველა მიცის ვინ ხარ მაგრამ ისტორი შეიძლება ვიღაცეებს გაემაზა რაც მოხდა რა ბევრმა ადამიანმა არის ხო ჩემზე კარგად შენ მოყვები. მირჩევნია, რავი, შენ დაიწყო, ძირითადი თემა მეც მინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ. რა იმდენად ბურუსით მოცული თემა იყო და შენი მზაობა რომ ამაზე ილაპარაკო, ბევრს ნიშნავს და ჭორების ნახვიზე რო წავიდეს რა და ფაქტი დაიდოს რაც მოხდა, აი მაგიტო ვარ დღეს აქ შეკრებილი. ასე რომ მოგისმენ. ესე იგი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გამომდინარე ბოლო 16 თვის გამოცდილებიდან ის დეტალურად ფაქტებით და თარიღებით შემიძლია საუბარი 2024 წლის 17 ივნისის მშვენიერი დღე იყო, როდესაც მე და ჩემმა სამეგობრომ, ჩემმა ძმამ, ჩემმა კოლეგებმა ირაკლიმ პოკერპრომ იცნოთ ირაკლის მეუღლეებით ვურთ გადავწყვიტეთ მოკლედ გერმანიაში გამგზავრება პროსტა საგულავ ფეხბურთს ხო ნუ გასართობა რა საქართველოს ლუდის დასალევად უფრო რა ესე იგი თურქეთი საქართველოს მატჩი იყო ჩვეულებრივად მოვემზადეთ შევხვდით გავიგაზეთ აეროპორტში გავიარეთ საპასპორტო კონტროლი ჩავედით გერმანიაში და ჩემი პასპორტის კონტროლისას გერმანიაში გაიწელა რა რაღაცნაირი პროცედურა ჩაფრინდი და უშუალოდ შესვლის დროს ხო საზღვარი უნდა გადავკვეთო რა საპასპორტო კონტროლს გავდივარ აქედან გახვედი ვითომ ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ ქონდია ლაუნჯით ვიჯექით და დრო გავატარეთ იქ ნუ მოკლედ მე ბაჟეს ვეკითხები რომ რამე პრობლემაა მეთქი და ერთი წუთი დამელოდეთო ოკეი ერთი წუთი გავიდა კიდე 10 წუთი ხო და უმეორებ რომ რამე პრობლემა არის იმიტომ რომ რავი ყველა ერთ წუთში გადიოდა და მე 20 წუთი ავდგევარ ინტერპოლი კითხულობთ ურა საზიზღრაჯრე ბიჭო რას ნიშნავს ინტერპოლი კითხულობთ აი ინტერპოლის მიერ ხართ ძებნილი მეუბნება ოკეი და რატომ ეძებთ საძებნი რატო ვარ აი აქ ვარ რატომ ეძებთ რამოდენიმე წუთში მოვიდა ინტერპოლის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც ცალკე გასასვლელით გამიყვანეს სხვაგან და იქ ჩამაბარეს დოკუმენტი, სადაც ეწერა ესეთი რაღაცა, რომ მე თურმე 2005 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ჰაკერული ორგანიზაციის ტოპ სამეულში შემავალი პირი ვარ და წერია რომ მე გავტეხე 9 მილიონი კომპიუტერი და მოვიპარე 23 ამერიკის მოქალაქისგან 7 მილიონი აშშ დოლარი.
და მემუქრება 67 წლით 67 წლით 67 წელი და ამას გეუნებიან ეს просто გაგიყვანეს და 2005 წლიდან გეძებთო მაგას ისახია 2005 წლიდან არ მეძებდნენ ბოლო 1 წელი დაკავებამდე უხმობ ბოლო 1 წელი მეძებდნენ მაგრამ ამ პერიოდში მე ვიყავი ასევე საგულაოდ და პიცის საჭმელად იტალიაში ნაპოლში ვიყავი და უპრობლემოდ შევედი გამოვედი ნაპოლი იუვენტუსის თამაში იყო უძლიერესი მატჩი აი რა ვიცი არასდროს არ დამავიწყდება ალბათ ეგ დღე და აი მინდოდა ერთი ეგეთი მოგონების შექმნა გერმანიაშიც, მაგრამ გამოვიდა ცოტა სხვადასხვა მოგონება გამოვიდა. შეიქმნა. ხო. ბიჭო. მოკლედ ამაპატიმრეს გადამიყვანეს დუსელდორფის ციხეში და დაიწყო ჩემი 16 თვიანი ბრძოლა გზა, რომელიც აი არ ვიცი რა ფასად გამოვიარე და კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ბევრი ადამიანი მედგა გვერდში და ოჯახი თავისთავად ცხადი არისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას მარტო ნამდვილად ვერ გაუმკლავდებოდი. ბრძოლის საშუალებას ალბათ ის მაძლევდა რომ ვიცოდი რომ სამდე მართალი ვარ, ვიცოდი რომ ცხოვრებაში არავისგან არაფერი არასდროს არ მომიპარავს. ეს მაძლევდა ალბათ ბრძოლის საშუალებას, მაგრამ რაოდენ ეს ბრძოლის უნარიც არ უნდა გქონდეს და სიძლიერეც არ უნდა გქონდეს, წარმოიდგინე ხელფეხი შეკრული გაქვს ხარ ქვეყანაში რომელშიც ენა არ იცი. ანუ აი გერმანიის ციხეში ხარ და ენა არ იცი. აი სანამ რაღაცა ელემენტარულ რაღაცეებში სანამ გაერკვევი, იმდენად დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფერს, რომ აი ძალიან ძიმე პერიოდი იყო თავიდან განსაკუთრებით რა. ბიჭო, დაკითხვაზე შეხვედი დაკითხვაზე. არასდროს არ ყოფილ ვარ დაკითხვაზე. უყურე როგორ რაღაცა მოხდა რა. არასდროს ამ 16 თვის განმავლობაში არავის არ დაუკითხა. მოიც ამ 16 თვეში იძახი დაკითხვაზე არ. არა, დაკითხვაზე არ ყოფილ ვარ, გეტყვი რატო. იმიტომ რომ ამერიკის კანონმდებლობა მირანდას კანონი ქვია ამას, ამერიკის კანონმდებლობის თანახმად დაპატიმრების მომენტში უნდა გამაცნონ ჩემი უფლებები. ხო, ფილმებში რასაც ვნახავთ. კი, ზუსტად თქვენ გაქვთ უმილის უფლება, თქვენ გაქვთ სახაზინო ადვოკატის უფლება და ყველაფერი რასაც იტყვით, თქვენს წინააღმდეგ შეიძლება იქნას. ხო. ეს ამერიკის კანონმდებლობით ხდება. ინტერპოლს მსგავსი ვალდებულება არ აქვს და შესაბამისად ჩვეულებრივი გზით დამაპატიმრა. და გამომდინარე იქიდან რომ უფლებები წაკითხული დაპატიმრების მომენტში არ იყო, ამერიკულ მხარეს ჩემი დაკითხვის უფლება არ ჰქონდა. ძალიან მარტივად ეს. ეს შენ გაწყობდა თუ არ გაწყობდა რეალურად? რა ვიცი, პირიქით მე ალბათ მინდოდა რომ დავეკითხე, იმიტომ რომ ელემენტარულად ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მექნებოდა და რეალურად დღემდე მე არ მქონია იმის საშუალება, რომ მე თქვა რომ ვერ ახარ ცოტა შენ ეს ადვოკატები უგზავნიდი რამე მეში ისა კი ყველაფერი ადვოკატების მეშვეობით ხდებოდა მოკლედ გერმანიაში ერთის მხრივ ალბათ კარგია რომ გერმანიამ დამაკავა იმ კუთხით რომ გერმანიამ ძალიან ბევრი რამე მოთხოვა ამერიკას თუმცა დოკუმენტებით ამერიკამ დაადასტურა ყველაფერი მაგრამ საქმეზე რომ მიდგა არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ არაფერი არ გაითვალისწინეს. გულისხმობ რავი აი შესაძლო თავისუფლების აღკვეთის ვადით დაწყებული დამთავრებული საკნის ზომით თუნდაც რა. ყურე როგორ რაღაცა მოხდა. გერმანიამ დიპლომატიური გზებით ამერიკას მიმართა და უთხრა რომ გამომდინარე იქიდან რომ ეს ადამიანი ჩვენ დავაკავეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და გერმანიაში გერმანიის კანონმდებლობის თანახმად მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა იგივე უვადო არის 25 წელი. შესაბამისად გერმანიამ ამერიკას უთხრა რომ იმ შემთხვევაში თუ აპირებთ რომ 25 წელზე მეტი მიცეთ ამ ადამიანს ექსტრადირება უნდა მოხდეს. ექსტრადირება არ მოხდება. არ გადმოგცემთ ამ ადამიანს. არ გადმოგცემთ. ხო, არ გადმოგცემთ. ამერიკამ გამოაგზავნა ასევე დიპლომატიური გზებით სახელმწიფო გარანტია იმის შესახებ რომ 25 წელზე ნაკლებ ვადას მომცემდა. ხო. რაც სიმართლეს არ შეესაბამება ჩვეულებრივი ტყუილი იყო და არაერთი ტყუილი იყო რომელიც იურიდიულად დამტკიცება შემიძლია ამისი და ყველანაირი დოკუმენტი მაქვს ამისო. მოკლედ აი ეს მოლაპარაკებები ამერიკასა და გერმანიას შორის გაგრძელდა 10 თვე. 10 თვე გაგრძელდა, 10 თვე უბრალოდ ვიჯექი და ველოდებოდი იმას,
როდის წამიყვანს ამერიკაში, სადაც ნამყოფი არასდროს არ ვარ. არასდროს არ. კაი გაცნობა იქნება ამერიკაში. ძალიან მაგარი. ვიზაზეც კი არასდროს არ შემოტანია განაცხადი ამერიკაში რა. მოკლედ 10 თვის შემდეგ მოვხდი ამერიკაში. ამერიკაში დაიწყო ახალი ბრძოლის ეტაპი. ანუ რეალურად გერმანიაში რაც გამოვიარე, ის ყველაფერი თავიდან გამოვიარე, ოღონდ უკვე ცოტა სხვა კუთხით. სასამართლოსთვის იყო მზადება. გერმანიაში სასამართლო არ მქონია. ანუ გერმანიას საქმის დეტალებში საერთოდ არ ჩადიოდა. გერმანიის ვალდებულება იყო ის, რომ დარწმუნდეს, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ეცებენ და ჩემი უფლებები არის დაცული და გადასცეს ამერიკას. ეს იყო გერმანიის ვალდებულება. პროსტა 10 თვე იყავი კამერაში, მოდიოდა ადვოკატი, მიდიოდა ადვოკატი. კი, მათ შორის ერთ-ერთი ადვოკატი მოდიოდა, მიქონდა ფული და მიდიოდა, მატყუებდა რაღაცებს და მიდიოდა. და კი, ეს ყველაფერი. რა ვიცი, ქართველი, შენ წარმოიდგინე ქართველი, სახელის და გვარის დასახელება ალბათ არ მინდა, იმიტომ რომ მე ვაპირებ რომ მაგ ადამიანს სულ სხვა გზებით მიუდგე და მე ვფიქრობ რომ მე არ შემიძლია მშვიდად უყურო იმ მომენტს და დაუშვა ის რომ შესაძლებელია ეს ადამიანი კიდევ ვინმეს ისე მოექცეს როგორც მოექცა ჩემს ოჯახს რა 20000 ევრო შეჭამა ჩვეულებრივად არაფერი არ გაუკეთებია მე მყავდა მეორე ადვოკატი ისევ ქართველი ძალიან მაგარი ადამიანი ანა ლორდ-კიფანიძე რომელიც ძალიან დამეხმარა მაგრამ სამწუხაროდ ანა არ არის საექსტრადიციო საკითხებში ადვოკატი და ყველაფერი ვერ შეძლო თუმცა ყველანაირად გვერდში მედგა მეც ჩემს ოჯახსაც ეხმარებოდა ძალიან გულთან ახლოს მიიტანა და ძალიან მაგარი ადამიანია ძალიან მაგარი ადვოკატია და ბოლოს იყო ჩემი ადვოკატი პოლონელი რეიმუნდ ნივინსკი ძლიერესი ადვოკატი აი არ ვიცი მაგ ადამიანმა მითხრა რომ მე საქმის მასალებს რო ვკითხულობ თავში მუსიკა უკრავსო რა ეგრე არ არისო ჩემთან ხო ეს ამ ტიპებზე შენით გახონ პოლონელზე ყოველ შემთხვევაში შენით გახვედი თუ გერმანიაში გამოცდილება უკვე აი გერმანიაში ციხეში რო 6 და 8 თვე ხარ უკვე ადამიანებთან ნებისმიერ ჯულის და რანგის ადამიანი შეიძლება შეხვდეს იქ აი პირადი გამოცდილებით რო იცი რომ აი მაგალითად ხელი და პირიქით მიქნია შენ რო დაგეხმარა ადამიანი იქ უკვე ხვდები რომ შეიძლება მეც დამეხმარო შენ რო გადაგაგდო იქ დარწმუნებული ხარ რომ მეც გადამაგდებს რა ეგეთი თემა რა ესე მივაგენით ამ ადამიანს ძალიან ბევრი ბრძოლა მაგრამ შედეგად ნუ ამერიკა იქიდან ტყუილებს აგზავნიდა რა ანუ მოატყუეს რომ მომცემდნენ 25 წელზე ნაკლებს მოატყუეს რა ციხის პირობებში ვიქნებოდი იმიტომ რომ გერმანია ითხოვდა რომ ევროპული სტანდარტების ციხე უნდა ყოფილიყო ეს გამომდინარე იქიდან რომ თელმა მსოფლიომ იცის რა კატასტროფა ამერიკული ციხეები ყველაფერი მოატყუეს რა მოკლედ და 10 თვის თავზე ჩამომაკითხა ორმა US მარშალმა ეგრეთ წოდებულმა და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციების პერიოდში ჩამიყვანეს ესე იგი დაცვის თანხლებით ჩამიყვანეს ამერიკაში ვიზის გარეშე, პასპორტის გარეშე, არანაირი საშუალება არ მომწეს რომ რაიმე დოკუმენტი ჩვეულებრივ ფურცელი რომელზეც სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი ეწერებოდა არ მომწეს ამის საშუალება ტრაპთან დამხვდნენ შავი ჯიპებით და გამაქანეს ფილმია იმენა ფილმია ძმაო გამაქანეს ამერიკის ციხეში სადაც ხო ეს ახალი ბრძოლა დაიწყო ამერიკაში ადვოკატის კუთხით ძალიან გამიმართვა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება რომ არანაირი აზრი არ აქვს რაღაცა უზარმაზარი თანხების ჩადებას ადვოკატში იმიტომ რომ ჩემი სიმართლე მაინც მე უნდა დამემტკიცე რა არ იყო ეს ისეთი საქმე რომელსაც სჭირდებოდა რაღაც ათასობით ექსპერტიზა და ასე შემდეგ რა უშუალოდ მათივე საქმიდან გამომდინარე ვლინდებოდა ის რომ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერდნენ რა როგორ შეიძლება ეხა მაგალითად მაგალითი მომყავს რა როგორ შეიძლება მე ადამიანს მივწერო შეტყობინება იმ პერიოდში როდესაც პატიმრობაში ვარ ეგეთი ლაფსუსები ქონდა ვერ გათვალეს ხო მაშინ როდესაც საქართველოს ხარი ამბობს რომ ამ პერიოდიდან ამ პერიოდში ეს ადამიანი იყო პატიმრობაში და ინტერნეტზე წვდომა არ ქონია აი როგორ შეიძლება ხო მე როგორ შეიძლება რომ ზუსტად იმავე პერიოდზე და ზუსტად იმავე პერიოდზე იმავე დროზე და ეპიზოდზე თქვა რომ არა იცით ეს არ ყოფილა სხვა ადამიანზე არის საუბარი ხო საბავშვო ბაღი დაძაბა ამერიკაში არსებობს ესეთი მუხლი რომელსაც
ეწოდება კონსპირაცია. რომელიც როგორ აგიხსნა რას ნიშნავს. მოდი ელემენტარული მაგალითი ავიღოთ რა, აი თუნდაც წყლის ბოთლის მაგალითი ავიღოთ. შენ აწარმოებ წყალს. მე მომეწონა ეს ბოთლი, შევიძინე, წავიღე ამერიკაში და ამ ბოთლში მოვათავსე რაიმე კანონსაწინააღმდეგო, არა აქვს აბსოლუტურად რანაირი მნიშვნელობა და გავყიდე. როდესაც ფედერალური ბიურო დაადგენს, რომ ეს ბოთლი შენი წარმოებულია და შენგან არის შეძენილი. შენ ზუსტად იგივენაირად დაიჯები, როგორც მე, ამას ქვია კონსპირაცია. ხო. ანუ არ აქვს მნიშვნელობა შენ ბოთლს რო აწარმოებ, რომელიც არალეგალურთან არაფერთან შეხება არ აქვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ შენ არაფერი გაგიყიდია და არ იცოდი, რომ ვიღაცა რაღაცის გაკიდვას აპირებდა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე შენგან შევიძინე ბოთლი და შენ ამაში გინდოდა თუ არ გინდოდა მონაწილეობა მიიღე და აბსოლუტურად ერთნაირად ვისჯებით. ხო და გამომდინარე კონსპირაციიდან what the fuck ქვია რა სიძახი წარმოგიდგენია ხო როგორ გავერკვია ამერიკის გამომდინარეობაში ხო მოკლედ გამომდინარე აქედან რომ პირდაპირ მუხლი ვეღარ წამომიყენეს და წამომიყენეს კონსპირაცია როგორც უნდათ ისე ჭრიდნენ და კერავდნენ რა ოღონდ მოხდა ესეთი რაღაცა რომ ვემზადებოდი მოკლედ სასამართლოსთვის და იქ როგორი პროცესია იცი ანუ რაღაცა პერიოდის განმავლობაში შენ აყენებ სასამართლოში შუამდგომლობებს ხოლო სასამართლო პროცესი ტარდება უკვე დათქმულ თარიღში რა ანუ წინასწარ უნდა შეატყობინა სასამართლოს რომ გჭირდება ექსპერტი ამ ექსპერტისთვის გჭირდება ფული ექსპერტმა უნდა ილაპარაკოს თუ არ უნდა ილაპარაკოს ნაფის მსაჯულების შერჩევა და ესეთი პროცედურა ეხლა 20 ოქტომბერს უნდა მქონოდა სასამართლო წესით ერთ-ერთი შუამდგომლობა დავაყენეთ ესეთი, სადაც მოვითხოვეთ FBI-ის აგენტის დაკითხვა, აგენტი ემოს ტენგის დაკითხვა მოვითხოვეთ, რომელიც ქალბატონია. ამ აგენტს იმ პერიოდში, როდესაც გერმანიაში ვიყავი, სახელმწიფო ფიცი ჰქონდა დადებული, რომ რაღაცა X პერიოდიდან X პერიოდამდე მე არ მქონდა არანაირი აქტივობა და მოსამართლის წინაშე ფიცი დადო. ამის შესახებ და ნაფის მსაჯულების წინაშე. როდესაც დავაყენეთ შუამდგომლობა ამ აგენტის დაკითხვის მოთხოვნით, მოგვივიდა უარი. სადაც ეწერა, რომ აღნიშნული ფედერალური აგენტი არ არის მიმაგრებული ჩემს საქმეზე. ანუ რეალურად ქუჩიდან მოიყვანეს ტიპი, დააყენეს მოსამართლის წინაშე და 12 ამერიკის გადამხდელის წინაშე, გადასახადების გადამხდელის წინაშე დააფიცეს ადამიანი, რომელსაც ჩემს საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ქონია სამართლებრივად. და შესაბამისად, აი, ამის გამო მოხდა ჩემი დროზე ადრე, ასე ვთქვათ, გათავისუფლება და სასამართლომდე არ მივიდა საქმე, იმიტომ რომ ნებისმიერ მოსამართლე გაანადგურებდა უბრალოდ რა, აი, მოსამართლე ისე დღეს ჩააგდებდა ფედერალურ აგენტებს, რომ ვერ წარმოგიდგენია. რავი, აი, მოკლედ დაახლოებით ესეთი სიტუაცია დეტალებში რო ჩავიდეთ ძალიან ბევრი საერთოდ ხა უნდა ჩაგეკითხო იმერეთ დოხუია კითხვები მაგას ისა აი ეგრე ვიყავი შენ წარმოიდგინე მეც ეგრე ვიყავი შეკითხვებს სვავდი და პასუხის გამცემი არ მყავდა ის დეცი რა Netflix-ია რაც მოყვა იმენა პატარა რეჟისურა განძრევა და Netflix-ის რაღაცა შემიძლია დოკუმენტური ფილმი გადავიღოთ მაგის დედაცვათი რა სიძან ახ რა სტორი დევს ბიჭო ბოლო აი რა ეფსა ჩავავლე ხმინდა რომ არ გამომჩეს რა პირველი შენ ეხლა მოგიწია უშუალოდ ესე გასისხორცება ამ კანონმდებლობაში შეხება აღქმა რამდენად რეალურია აი რასაც ჩვენ უყურებთ პოპკულტურით რა ამერიკა ბჭყალებში ასოცირდებოდა რაღაცა დასავლეთი ცივილიზაციასთან, სასამართლოსთან, კარგ ფასეულობებთან, ბლა 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 რაღაცასთან რა. როგორც დაიწყე, ჩემთვის იყო რაღაცა ნგრევა ეხა ამ შაბლონების, მაგრამ როგორც დაამთავრე, რომ მოსამართლე ამას იზავდა. რაღაცა მაინც გვირაბის ბოლოს სინათლე იყო. ანუ იქ მაგის იმედი ქონდა, რომ სამართალი გაიმარჯვებს, ეგ პონტი არის? სამწუხაროდ ამერიკის სამართალდამცავის სისტემა ესე არ არის მოწყობილი რა. უყურე ეს სტერეოტიპული აზროვნება იმის შესახებ, რომ ამერიკა ვაუ და ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში და ნომერ პირველი ეკონომიკაა, სრული სიცრუე და ჰოლივუდია. თამამად შემიძლია ეს გითხრა. მე მესმის რომ შეიძლება მაყურებელმა
ის თქვას რომ აუ ამას ციხის მეტი არაფერი არ აქვს ნანახი და რა იცის, მაგრამ იმ ციხეშიც ის ადამიანები ზიან, რომლებიც გარეთ დადიან და რომლებიც რეალურად ამერიკას ქმნიან რა. ერთადერთი რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, აი ამერიკაში მოსამართლეს ვერ მოისყიდი. ამერიკაში მოსამართლეს რაუჯერს ხო? ხო. ჩვენთვის ხანდა ხა მოსყიდვის რა გითხრა, მაგრამ ხო, ძალიან უცნაური ფრაზა არის და იმედის მომცემი მოდის ეგეთ. ანუ აი ამერიკაში მოსამართლე მოქმედებს კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად. ავანდ უყურე როგორ არის მოწყობილი სისტემა რა. გამომდინარე იქიდან რომ ნაფიცმსაჯულების სისტემას იყენებენ. ნაფიცმსაჯულები არიან როგორ გითხრა რა. აი წარმოიდგინე ხა ქალაქ ალექსანდრიის რაღაცა 65 წლის დიასახლისი, რომელიც თავის ქალაქიდან არასდროს არსად არ გასულა რა და ამ ადამიანს უნდა მიანდო შენ გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კიბერდანაშაული, როგორიც არის აი მისთვის საერთოდ უცნობი სიტყვები რა. რეალურად ისე არის მოწყობილი ამერიკული სამართალდამცავი სისტემა, რომ შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ თუ დაარწმუნე 12 ადამიანი იმაში, რომ მოსაკლავი იყო, შეიძლება გაგიშვან სახლში. და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არის. ეს მოსულა ამერიკაში. პლუს ამას სასამართლო სისტემა უშუალოდ გავს რაღაცნაირად ბიზნეს მოლაპარაკებას უფრო გავს რა, პროკურატურასა და შენს შორის. ამერიკაში არსებობს ესეთი მცნება, რომ დანაშაულს არ ვაღიარებ, მაგრამ ციხეში წავალ, დაუშვათ რაღაც 5 წლით, იმიტომ რომ მეშინია რომ შენ თუ სასამართლოში წახვალ, შეიძლება 25 წლით გამიშვა. არ ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ ციხეში მივდივარ, მეშინია შენი. აი ესეთი გამოცდილებაც არსებობს რა. ხო, ნუ აი სტერეოტიპულია ამერიკანთი. მაგარი, ანუ ეხა უკვე დავაკავშირე რა იცი რომ აი ეს ლამაზი სცენები ფილმებიდან ადვოკატი რომ ჭერმეტყველობს იქ და ნაფიცმსაჯულებზე ესე ცდილობს დაბეჭდილების მოხდენას, ეხა მივხვდი, ესე იგი ეგრეა ცვეთში რა. იქ დესკი ადვოკატი ხო, ეგ ნაწილი მართლა ეგრე არის რა. მაგრამ მეორე მხარე არის რა, ანუ მან უყურე სისტემის გარეთ, ოკეი, სისტემის შიგნით სხვანაირი ამერიკა არის რა, სულ ეხა წარმოიდგინე კანონმდებლობით გაწერილი საკვები ნორმა არის ამერიკაში 3000 კალორია. რეალურად 1200 კალორიაზე მეც არ იღებს პატიმარი. და ამასთან დაკავშირებით მე შიმშილობას მქონდა დაწყებული და პატიმრების ხელმოწერებიც მაქვს და ყველაფერი და შემექნა ჩვეულებრივად პრობლემები შემექნა იქაური ბადრაგების მხრიდან იმ კუთხით რომ მათი ბიზნესია რა, ესე ჭამენ ფულს. და რეალურად საფრთხე შეიქმნა სიცოცხლის, იმიტომ რომ მე არ ვაპირებდი გაჩერებას რა, ეს ჩვეულებრივად ვერ ვუყურებდი ამებს რა. ვიმეორებ, სოფლიოში ნომერ პირველ ეკონომიკაზე გვაქვს საუბარი და ციხეში საჭმელი არ არის. არ არის წყალი, აი ეს ბოთლი წყალი ამერიკის ციხეში პატიმრისთვის ხირს $2.50. ეს არის ქვეყანა, რომელიც დოლარს ბეჭდავს. ხო ხდები? და ეს არის ქვეყანა, რომელშიც ჩემი საქმის გამოძიებაზე დაიხარჯა $30 მილიონი. და სასამართლო პროცესის ჩატარება დაჯდებოდა $3-დან $4 მილიონამდე. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს ხარჯებია, მაგრამ როდესაც საპირისპირო მხარეს გაქვს $2.50 წყალი პატიმრისთვის, ბუტაფორიული ჩანს რა. ბაზარი რა. ქართველი იყო შენს გარდა ვინმე? არა, სამწუხაროდ ამერიკაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხო, ეგეც საკითხავი, ანუ ხმის გამცემი ესე სამწუხაროდ იმ კუთხით რომ მარტო ვიყავი, მაგრამ როგორი ქართველი შეგხვდებოდა, ეგეც კიდე საკითხავი ამბობ. რა არის, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაკეტილ სისტემაში ხარ, იქ ერთმანეთის გატანაზე ხართ რა და ერთმანეთისთან. საბჭოთა სივრციდან იყო ვინმე ისეთი? ან სომხებიან, აზერებიან, ისეთი არავინ? ამერიკაში არავინ, ძირითადად ჩავკანიანები არიან და ძირითადად ესპანურად მოსაუბრეები, ანუ გულისხმობ ცენტრალური ამერიკა რა, მექსიკა, ელ-სალვადორი, მარა სალვადორიჯევა იმე. ვაიმე რა ფილმებია ძმას გავლიდი ხუმარდაო. შეხა ესე ვიხტუნავებ კითხვებით, მაგრამ გამოვუშვი. უცებ რას დამებადა რა, ისევ აი ხვდები მინდა რომ პირველად სამწუხაროა, მაგრამ პირველად მომეცა შესაძლებლობა, აი ეგ პრიზმა გადავამოწმო ამერიკის. ხო ხვდები, ანუ შენზე დერს კატვერავინ ვერ მოიყვება და ხილულად მაგრიალობას. ციხე როგორც ასეთი რა, გასაგებია ფილმებში გვინახავს რომ ნუ კაროჩე, მაგრამ
შენი თვალით დანახული ეს წყლის თემა გავიგე რაღაცა ეგრეა ბანდები, ამბავი, თეთრკანიანები, შავკანიანები. უყურე ამერიკული ციხე იყოფა ორ კატეგორიად. სასამართლომდე ციხე და სასამართლოს შემდეგ ციხე. ზონა და ციხე ეგ პონტი არის? ხო. Jail და prison. ხო, ზონა და ციხე არის. მე ვიყავი ციხეში. ზონა არ მომიწია, გამომდინარე იქიდან რომ ვერ მომისაჯეს 67 წელი. აი ძალიან უაზროდ არის იმ კუთხით უდანაშაულობის პრეზუმპცია კარგად იცი რას ნიშნავს, ხო? ამ დროს ციხეში ბევრად ცუდი პირობები გაქვს ვიდრე ზონაში. ზონაში წარმოიდგინე სიგარეტი არ მომიწევია 6 თვეა. არ შეიძლება მოწერო. ეს ჩავედი და ყველაზე ცუდი ამბავი პირველი ეგ მანჯახეს რომ სიგარეტი არა. მაინც იქ რა პრაგულკის თემაზეც ვერაფერი? სადაა პრაგულკა? და ძალიან მომინდომა ხო რა ის პრაგულკა და კინოთეატრი მომინდომა. პრაგულკა. რამდენი კაცი იყო იმაში 4-ში? უყურე საკანში საკნები იყო ორკაციანი და ერთკაციანი, მე ვიყავი ორკაციანში და შემდეგ გადავედი ერთკაციანში, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს როგორი ტიპის ადამიანები შეიძლება შეხვდნენ და ეს ფსევდო თავისუფალი ამერიკა, რასაც უნდა იმას აკეთებს რა და ადამიანთან რო თანაცხოვრებ გინდა თუ არ გინდა ცხოვრობ ხო კეთილი ხარ ხო ხელი უნდა დაიბანოს ადამიანმა რა და თუ არ იმას მირჩევია რომ მარტო მიცხოვრო ხო დაახლოებით ეგრე აი გადმოვახო ხა უკან გამოვშვი ამბავი რა ჩემი მხრიდან დანახული ამბავი მოდი ესე გეტყვი და შევლაპარაკობთ ამ ამბავს ვიგებ რეკავ თავარში მარიამთან და არ ვიცი მოვიდნენ ხო გააკეთე სიუჟეტი რა და იმდენად შოკირებული ციფრებზე ალაპარაკი რა აქ არ არის ლაპარაკი რომ ქართველმა იქ რაღაცა გაწია ხო ხდები მაღაზიიდან და იჩხუბა და ხო ანუ რაღაცა რა იჩხუბა და რაღაცა ისეთი რა ტიპიური ქართული პრობლემები არ არის რა უცებ მესმის ანუ ფილმი მესმის რა აქ არ დავასახელებ აი მე რეგეთყვი კადრს მიღმა რა ვრეკავ ვიღაც ტიპებთან ვისაც აქ შეიძლება რომ რამე ეთქმოდეს რა სხვადასხვა ინსტიტუციებში ზოგისგან ვიგებ რომ საერთოდ გონში არ არიან ვაფშე რაზე ალაპარაკი და გადავამოწმებ და ზოგისგან ვიგებ დაგირეკავ 1-2 მითხრა რა და ისეთი სანდოკაი ტიპები ხო ხდება ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ჩემი გამოცდილებით რა და რეკავენ და მეუნებია რომ ბიჭო ისეთი მწყნერი ხარშებაო რომ ვერავინ ვერაფერს ვერ იძახისო რა მე იმას ვაწვევოდი რომ მეთქი ქართული მხარე რას აკეთებს რა ანუ სად არის ქართული მხარე ჩვენ რა უნდა ვიყვიროთ მეთქი ანუ მე რა უნდა ვიყვირო ვიღაცა რა ოჯახმა რა უნდა იყვიროს ისეთ ქართული ანუ თავრო მაგ ამბავში რა ხდებოდა რა უყურე თუ არ გინდა თუ გინდა ნახე არა აბსოლუტურად გახსნილი ვარ ნებისმიერ შეკითხვაზე მზად ვარ რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავცე პასუხი ბიჭო პროსტო გონია რომ ეგრე რომ უცხო ქვეყანაში გაგწირავენ პირველი ალბათ გასაგე მეგობარი ოჯახი პერ შენი ქვეყნის იმედი გაქვს რაღაც პონჩი რა რომ მიშველეთ რა არის იცი მეც ეგრე ვიყავი და თავიდან გარკვეულწილად გაბრაზებულიც ვიყავი რა ჩემს ქვეყანაზე იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი რამე მაქვს ჩემი ქვეყნისთვის გაკეთებული და იმ მომენტში, როდესაც მე დახმარება მჭირდებოდა, ვფიქრობდი, რომ არაფერი არ გააკეთეს. ამ დროს მეორე მხარეა ის, რომ ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ. აი რა უნდა გაეკეთებინათ მითხარი. პრემიერ-მინისტრი ვერ ჩავიდოდა დონალდ ტრამპთან და ვერ ეთყოდა იმას, რომ ეს კაცი გამატანეთ კაი ბიჭია. ან ვერ გააკეთებდა იმას, რომ ამას არ დაუშავებია არაფერი, აგერ შემტკიცებულებები. ეს ყველაფერი მე უნდა მეკთა. ანუ რეალურად სამართლებრივად საქართველოს ვერაფერს ვერ გააკეთებდა. თუნდაც ის რომ ტიპი თუ ჯერ იქამდე არ იყო მისული რომ ამ ადამიანებს ტიპის როგზე იყო რანაირი ინტერნეტი და კომპიუტერი ეგ ნაწილი შეასრულა საქართველოს კი ეგ ნაწილი ანუ რა წამსაც მიმართა FBI-მ იუსტიციის სამინისტრომ გასცა დამადასტურებელი წერილი იმის შესახებ რომ მაგ პერიოდში მე ვიყავი პატიმრობაში საქართველოში და აბსოლუტურად სხვა დანაშაულისთვის ვიხდიდი სასჯელს ხო უშეცდომო არავინ არ არის ხო და გავლილი პერიოდია და მე საზოგადოების წინაშე ვფიქრობ რომ ჩემი ვალი პირნათლად გადავიხადე მოიწერეს რომ კი ვიყავი ნამდვილად ციხეში და ნამდვილად არ მქონდა ინტერნეტზე წვდომა და შესაბამისად იმ წერილების ავტორი რომელსაც მე ვაბრალებდნენ რომ მე ვიყავი და იმ გადარიცხვების ავტორი მე ვიყავი მე ვერ ვიქნებოდი
ეს არ არის რა საკმარისი ამერიკისთვის. ანუ აი აბსოლუტურად ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანი ჩაკეტონ. FBI-ის ვირჯინიის შტატში ალექსანდრიის სასამართლოში სასამართლო პროცესების მოგების მაჩვენებელი არის 98.28%. ანუ შანსი არ მქონდა სასამართლოს მოგების, მაგრამ არ დავნებებულ ვარ და მაინც მიუხედავად იმისა, რომ პატარა ეთყობა კაზინოში არ აქვს მაგათთან თამაშები ხვდები და მე რაც მაქვს მოგებული ის არ აქვს მოგებული, ამიტომ მე ვაპირებდი მოგებას და ჩვეულებრივად მოვიგებდი და მოვიგებ კიდევაც. ანუ ეს პროცესი არ დასრულებულა რეალურად. შენ წარმოიდგინე იმდენად გაბრაზდნენ და გამწარდნენ იმის გამო, რომ მოუწიათ ჩემი გათავისუფლება, თქვენ ახევარი დამატებით სადეპორტოში ჩამკეთ. ეს საერთოდ დეპორტაცია არ მეკუთვნოდა რა. ანუ ციხემ გამათავისუფლა, წარმოიდგინე ბორკილები მომხსნეს და ვაპირებ, რომ გავიდე და ჰაერით ჩავყლაპო, ვაპირებ, რომ ჩემს მაკაც გაპოსტა ურეკო და ნიუ-იორკიდან ჩამომაკითხოს, ერთი დღე ვიგულავებ და წამოვიდოდი სახლში. აი მომხსნეს ბორკილები ერთმა პოლიციელებმა და მეორე პოლიციელებმა დავანდეს ბორკილები. თქვენ ახევარი ვიყავი სადეპორტოში. ხო, მაგრამ ესე თქვენ ახევარი გექნებოდა, ხო იცი, რომ გაწურავ რა, მაგის დედაც ვარ. კი, მაგრამ რა არის, იცი, ცუდი ციხიდან უფრო ცუდ ციხეში. უფრო ცუდი იყო და შე 80 კაციანი საკანი. ჩემი 80 კაცი მე. ამერიკაში ამ წუთის მდგომარეობით დაახლოებით 700,000 ადამიანი ელოდება დეპორტაციას. და მუშაობა არავის არ უყვარს ამერიკაში. უпростоრეთ უყვართ, მაგრამ ნელა, იმიტომ რომ საათობრივი ანაზღაურებაა რა. აი, არაერთხელ მithქვამს მე იქ დამიფიქსირებია, რომ ჩვენი იუსტიციის სახლის გოგოები რომ შემოუშვათ აქ, ერთ კვირაში დაალაგებენ ყველაფერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ ეჩქარებათ რა, ანუ საერთოდ არ აქვს ის ადამიანური მომენტები, რომ შენ შეიძლება ოჯახი გელოდებოდეს, ბავშვი ყავდეს ავად. ეს არ აინტერესებს, თვითონ თავის საქმეა, როგორც უნდა ისე მიხედავს. დღეში ორი საქმე უნდა გააკეთოს, გააკეთებს ერთ ნახევარს და ჩაწერს, რომ ის ნახევარი ვერ მოასწრო, 4-ს არ გააკეთებს. იმიტომ რომ თავისი ჭირდება, ხო, ბაზარია. ბიჭო, რა შეგძნება ახლა, რაზე ფიქრობთ, იცი, აი ერთია რომ იცი, რომ ვიღაცასთან გაქვს რა, სიტყვაზე, რას გულისხმობ, იცი, რომ მოლოდინში ხარ, პროცესები როგორ განვითარდება და შენი რაღაცა მოწინააღმდეგე არის სუბიექტი, ვიღაც ტიპი რა, ანუ იმის სიმართლე, შენი სიმართლის წინააღმდეგ. რა შეგრძნება, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხარ? თან სახელმწიფოსაც ხო გააჩნია ჩემი და ამერიკა შენს წინააღმდეგ რა, ანუ აი მაგ ფიქრებში ზუსტად ესე წერია სასამართლო დოკუმენტებში ამერიკა და ადამიანის სახელი ვის წინააღმდეგ არის. ესე გეტყვი რა, ნამდვილად ესე იყო ამერიკის მთელი სამართალდამცავი სისტემა, მთელი სახელმწიფო მანქანა, ფედერალური ბიურო, NCIS, რომელიც სამხედრო პოლიცია არის, პროკურატურა, აბსოლუტურად ყველა იყო იმაზე ორიენტირებული, რომ ეს ტიპი უნდა დავიჭიროთ. და ამისთვის იბრძოდნენ. მაგრამ მათ არ იციან რა არის ერთი ქართველის ბრძოლა მთელი ამ სისტემის წინააღმდეგ. თორემ მე გაჩერებას არ ვაპირებ ვაპატიო ისინი რაც მოხდა. თუმცა ესეთი შეთავაზება მე მათ გაუკეთე, რომ ხვალ თუ მე ვიქნები გზაში სახლის მიმართულებით, ახალი ჩასული ვიყავი, ეს სადღაც ალბათ მე-11 თვეს იყო. მე უთხარი, რომ ოფერი გაუგზავნე ადვოკატის მეშვეობით, რომ თუ ხვალ მე ვიქნები გზაში სახლის მიმართულებით, მე ამ ამბავს დავივიწყებ. თუ არა და ბოლომდე მივიყვან. და ბოლომდე მიყვანაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ თვის ბოლოს უკვე ჩვენ შეგვაქვს არჩევანი ამერიკის წინააღმდეგ. უშუალოდ იმ აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც საქმეს კერავდნენ და ამისი პირდაპირ მტკიცებულებები არსებობს, ვერსად ვერ გაექცევიან, ვერაფერს ვერ უზავენ ამას. და უნდა მოვითხოვო უზარმაზარი კომპენსაცია. იასნა, ბიჭო, იასნა, წელიწადი და 6 თვე, აბა რა. საუბარი არის 10-დან 15 მილიონამდე კომპენსაციაზე და ამ თანხის ნახევარს ალბათ იურიდიული კომპანია წაიღებს. ხო, იმე წაიღებს. ხო, კი ბატონო, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამერიკის გადამხდელები ისევ თავიანთ მოქალაქეებს თუ გადამხდიან. ხო, და მორგანის აყვანას ვაპირებ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს ისტორია დამთავრებული არ არის. და მე აუცილებლად, მათ შორის
მათ შორის ამერიკელებს მინდა გავაგებინო, რას აკეთებს მათი სისტემა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებთან მიმართებაში, აი იმდენად უაზრობა, ხო ხტები, შიგნიდან მაქვს მე ეს ნანახი რა და იქ შიგნით არიან ისეთი ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი არის ციხეში. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ FBI-ის აგენტებმა და FBI-ის აგენტი ამ პარალელურ რეჟიმში პროკურორიც არის. ანუ ეს ცალკე თანამდებობა არ არის, შეიძლება შენი საქმის გამომძიებელიც იყოს და პროკურორიც ერთდროულად. აი ამ აგენტებმა იციან თუ როგორ დაარწმუნონ ნაფიცმსაჯულები იმაში, რომ მართლები არიან. და შენ ოდნავ სისუსტეს გამოაჩენ თუ არა, ან ოდნავ დაბალი დონის ადვოკატი გეყოლება თუ არა, მან დამთავრებულია უეჭველი ციხეში ხარ, ვერაფერს ვერ იზავ. აი, ვერაფერს ვერ იზავ. ხო. პრეცედენტი არის სიტყვაზე ვიძახი მსგავსი кейსების ისეთი შემართებით ხარ, რომ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ აი მენა სამართალმა უნდა იზეიმოს ეგ ამბავი, პროსტა ხო ხტები სახელმწიფო რამდენად ხშირად იდანაშაულებს თავს და აგებს სასამართლოს. აი ეგ მაგის პრეცედენტები არის? არის, ძალიან იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ჩემი საქმე თავისი არსებობით უკვე იშვიათი მოვლენაა. ანუ წარმოუდგენელი იყო რა, რომ მე იქიდან გამოვძვრებოდი ესე რა. აი უკვე როგორი მომენტია, იცი ხო გეუბნები აი ბიზნეს მოლაპარაკებას გავს რა, აი წარმოიდგინე რომ რაღაც კომპანიის ყიდვა გინდა და აი ამ კომპანიის შესახებ ფასზე ლაგდებით. აი ესე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თავიდან იყო შემოთავაზება 37 წელს მოგცემთო და აღიარეო. მერე იყო შემოთავაზება 24 წელს მოგცემთო და დარწმუნებულები ვართ, რომ შენ გაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გამოგვადგება, ანუ ვიღაცა ჩაუშვიო. როგორ შეიძლება ჯერ ძალიანაც რომ დომოდა, ჯერ ხო ჩემში პიროვნულად არ ჯდება ესეთი რაღაცები, მაგრამ ძალიანაც რომ დომოდა. სხვა ჰაკერებიც მოგვაწიო. ხო, მოგვაწიო, სხვებიო, მაგრამ როგორ შეიძლება იმ საქმეში ვიღაცა მოგაწიო, რომელშიც საერთოდ არ ყოფილვარ არასდროს. არ ვიცი, ფიზიკურად არ ვიცი, ხო? მერე იყო ესე იგი 14 წელს გვთავაზობდნენ. მერე 7 წელი შემოვთავაზა. იმენა ვაჭრობა. ჩვეულებრივი ვაჭრობა. ადვოკატი მოდის და კი, ადვოკატს უგზავნიან ოფერს ელექტრონულად, ადვოკატი მოდის, გეკითხება, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით. ბოლო ოფერი იყო 7 წელი და თარჯიმანიც ესწრებოდა მაგ შეხვედრას, ბოლოს მოვითხოვე თარჯიმანი, იმიტომ რომ ტერმინოლოგიაში ცოტა გამიჭირდა, პლუს ამას ვაფშე ინგლისურთან როგორ იყავი მანამდე? მანამდე ვიყავი ნორმალურად, ეხლა შემიძლია დავაყენო 3 პროკურორი, 2 მოსამართლე, 6 ადვოკატი და 20 პატიმარი და ვაკაჩავ ფეხის ნაზოზის. ხო, ბოლო ოფერი 7 წელი იყო, პლუს ამბობდნენ იმას, რომ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში მოიხადოს ასჯელი და იქ ოჯახის ნახვის შესაძლებლობა გექნება და ბლა 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 ბლა, უაზრობა აბსოლუტური. რაზეც მე ვუთხარი, რომ კიდევ ერთ შემოთავაზებას თუ გააკეთებდნენ, ძალიან ცუდად დამთავრდებოდა უშუალოდ სასამართლო პროცესზე მათი ამბავი რა, იმიტომ რომ ეს არის უკვე ზეწოლა რა, ესე რომ იქცევი ჩემი აზრით რა. ბიჭოს, ხავო, შენ ხო ერცხებს პირდაპირ ხა რას ფიქრობ, იცი აი ჯვარი გვეწეროს ყველას რა, რომ მათ შორის შენ იყო ათვლის წერტილი, რომ ჯვარი გეწეროს რამე მსგავსის, მე ასეთი კიდევ ოდესმე გამოცადო, მაგრამ აი გულწრფელად ვინდა, აი როგორც კაცი კაცს გეუბნები, აი წარმოვიდგინო, რომ ეგ პირობითობა რა, ვზივარ, ვიცი რომ 60 წელზე მე ვაჭრებოდნენ და ვიცი რომ სუფთა ვარ. და არაფრის, მე როგორ მგონია, შეიძლება შენ სხვა ის ქონდა რა, ხოდი და სიმართლის ესე გჯეროდა და ეგრე აგიხდეს ყველაფერი ცხოვრებაში, მაგრამ აი ალბათ სადღაც მექნებოდა ეს 7 წლის кейსის რო შემოიტანდნენ რა, იმას რომ ბლად ხო არ მოვიგონო ვიღაცები, აი ვიღაცა Monkey 11 უთხრა, რაღაცა Blade 24 იყვნენ გნიდები ჩემთან ერთად და მოძებნეთ, რომ აი მაინც განწირული ვარ, აი სადღაც ამ ხელა მანქანას უპირის, მე რა როს ვერ ვამტკიცებ რო სუფთა ვარ რა, 7 მაინც მოვიხადო, სახში მაინც მოვიხადო თუ რაღაც, ანუ სადღაც აი ეგ პონტი არ ქონია, რომ ამათი დედაც ვატირე, ხო არ. იმიტომ რომ პროსტა არიცი ფინალი რა იქნება. ერთი პატარა ნიუანსი არსებობს, რომელიც აქამდე ესე ღიად და საჯაროდ არ მისაუბრია ბევრ ადამიანთან და შენს ეთერში ამას პირველად ვიტყვი.
ზუსტად იგივე შეკითხვა დამისვა თარჯიმანმა, ქართველი ქალბატონი იყო, ძალიან მაგარი ადამიანი და ესეთი რაღაცა მითხრა, რომ მე არ მაქვს ახლა უფლებაო ის კითხრა, რასაც გეუბნებიო და თუ მკითხავ სხვა რამე უნდა უთარგმნო, მაგრამ დაფიქრდიო რა. 7 წელი მთელი ცხოვრება არ არისო და შენ მოახერხებ გამოსვლას და რავი შენ შვილთან ყოფნას რა. კი, მიფიქრია, მაგრამ საბოლოო ჯამში უარი და რატო? მოხდა ესეთი რამ, რომ ჩემი პატარა შვილი წლინახევრის დავტოვე, როდესაც წავედი, ეს იყო პირველად, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვი დავტოვეთ ბებიას. ბავშვს ძირითადად დაბადებიდან ურთიერთობა ჰქონდა, ძირითადად ჩემთან, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არის სტუდენტი, სწავლობს დღე-დაღამე და ძალიან წარმატებულია თავის საქმეში და ძალიან უყვარს რასაც აკეთებს და ჩემი მხრიდან გარკვეულწილად ხელის შეწყობა იყო ის, რომ ძირითადად დროს ბავშვთან ვატარებდი მე. როდესაც მე გავქრი ბავშვის ცხოვრებიდან. ამან გამოიწვია იმხელა სტრესი, ხო, რომელიც მოკლედ ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი სიმართლე გითხრა ესე ღიად, მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს რა. ერთი სიტყვით ბავშვი დამიავადყოფეს. ბავშვი არის 3 წლის, არ ლაპარაკობს და ამ ეტაპზე არც ვიცით შეძლებთ თუ არა ლაპარაკს და ჭირდება ოპერაცია საფრანგეთში, რომელიც ჩდება 400,000 ევრო. ეს არის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა. და მოკლედ აქვს სენსორული აშლილობა, შეძენილი აუტიზმის სპექტრით, რომელიც განპირობებულია მამის დაკარგვით რა. და ეს ცოდნა მე ვერ მომასვენებ, არ მქონდა მე 7 წელი დრო რა. ხო, 7 წელი დრო მე ნამდვილად არ მქონდა, ვერავის ვერ დაველოდებოდი, ვერ 7 წელი და ვეღარც ერთი თვე. ეგეთი ამბები მოხდა. და რა გითხრა, ბრაზ არც კი ვიცი მენა ისა, მაგრამ ხა წარმოვიგნე 3 წლის ადამი არც კი რა. მისი ნახევარი ცხოვრება არ ყოფილა მის ცხოვრებაში. ხო. ხო. ნიჩო. ყველაფერი დაალაგდება. იცი რა არის ამ მომენტში მინდა ალბათ პატარა ვისარგებლებ რა მომენტით და პატარა მიმართვას გავაკეთებ. როდესაც ეს ჩემი ამბავი ტელევიზიები, YouTube-ი უამრავმა ადამიანმა გაიგო, დაიწყო ლაპარაკი, კომენტარები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ნეგატივი წამოვიდა ჩემი მისამართით. გულწრფელად რო გითხრა ხარ 8 წელია YouTube-ზე ვარ და ნეგატივმა შემაშინა თქო არა, მაგრამ ხო, თან მაგ სპეციფიკაში მithumed ჟავშანჟილეთ სპეციფიური სეგმენტი არის და კითხვები რაც ხდება, მაგრამ როგორი მომენტია იცი, ჯერ იყო და ხალხს აინტერესებდა საიდან მაქვს ამდენი ფული, სათამაშო. მერე იყო და იმას ვერ ვამტკიცებდი, რომ ჩემია ეს ფული და დამატებით თავი, რასაც მინდა იმაშვები. ახლა იყო და იმას ვერ ვამტკიცებდი, რომ არავის 7 მილიონი არ მომიპარია და კომენტარები იყო რა, აი თურმე საიდან ფული, მერე დავიჯერეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა ძალიან ბევრი ნეგატიური რამ ჩემი მისამართით და მე ამას იქ ვიგებდი ციხეში. იმიტომ რომ ჩვენს ოჯახში ურთიერთობა ისე არის მოწყობილი, რომ ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ უმალავთ. არასდროს ერთმანეთს არაფერში არ ვატყუებთ და სიცრუეს არ ვნერგავთ ურთიერთობაში. და სხვათა შორის ამ გადაწყვეტილების მიღებამ ძალიან ბევრი დადებითი მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან მიხარია, რომ ესეა. აი ამ ადამიანებს მინდა რომ მივმართო, რომლებიც აი ამ ნეგატივით გამოირჩეოდნენ და ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. იმიტომ რომ მე ეს მაძლიერებდა, მე ეს მომოძრავებდა და რავი, ახლა ალბათ ისინი არიან ძალიან ნეგატიურ მდგომარეობაში, როცა იაზრებენ, რომ გამოვედი და დავსჭი კიდევაც ამერიკელებს, მათ შორის ფინანსურად. ხო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ამდენი ნეგატივი გამოუშვით ჩემი მისამართით. მე იმედი მაქვს, რომ ამ პოდკასტის ნახვის შემდეგ რაღაცებზე შეხედულებები შეგეცვლებათ რა და დაიმახსოვრე, რომ ცხოვრება არის ბუმერანგი. რასაც გაისვრი, ის დაგიბრუნდება. თუ თქვენი გადაწყვეტილება არის, რომ აი ესეთი ემოციები გაისროლოთ, მე ვარ, მე ხელს ვერ შეგიშლით ვერანაირად.
მე ვისვრი სამყაროში სხვა ემოციებს და სხვა რაღაცები მიბრუნდება და ფაქტი ის არის რომ აგერ სახში ვარ და დამიჯერეთ ჩემი გამოშვები არავინ არ იყო მე რა მართლა რამე დამეშავებინა რა და კიდე მოგიყვე რეალურად როგორ მოხდა ყველაფერი ესე იგი 2007 წელს 2007-ში რამდენის ვიყავი 19-20 წლის ასაკში მოკლედ მე ვფლობდი ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სარეკლამო პლატფორმას რომელიც საქართველოში დაიბადა და საქართველოში შეიქმნა და ქართველი დეველოპერების მიერ იყო შექმნილი რომელიც გაეშვა ქართულ ბაზარზე და მე ძალიან განვითარდა ონლაინ სარეკლამო პლატფორმაზე არის საუბარი სადაც ხო უკვე ხო იხოდებოდა ხო სადაც თუ რეკლამის განთავსება გინდა შეგიძლია შეიძინო თუ ვებსაიტი გქონდა ბანერს განათავსებდი და ფულს გამოიმუშავებდი ძალიან გაიზარდა ეს პროექტი 6 თვეში დღეღამეში დაახლოებით 9 მილიონი კლიკი ხორციელდებოდა რაც ძალიან ბევრია ფინანსურადაც და ყველანაირად და უწევდი ძალიან დიდ კონკურენციას ვიღაცებს მუდმივად პლატფორმა იყო ჰაკერული შეტევების ქვეშ რამოდენიმეჯერ რამოდენიმე ადამიანს ეს გამოუვიდა ჩვენ არ ქონდა გამოცდილება ისინი იყვნენ ძლიერები თუ რა იყო კონკრეტულად მოდი ეხლა ამაზე არ ვისაუბროთ მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ მე 2008-ში გამიტეხეს მეილი და ამ მეილზე იყო ჩემი პასპორტის სკანირებული ასლი რომელიც ვიღაცასთან მქონდა გადაგზავნილი რაღაცა მიზეზით არც მახსოვს რა და ეს სკანირებული პასპორტი იპოვეს ვიღაცა ჰაკერის კომპიუტერში რომელიც დააკავეს პორტუგალიაში და აი აქედან გამომდინარე პასპორტის ასლიდან გამომდინარე რომელზეც 16 წლის ვარ რომელსაც ვადა გავიდა 2009 წელს მაგაზე აწყეს მთელი ეს პონტი ბიჭო კი ვიღაცა ტიპის ლეპტოპის რომელიღაცა დირექტორიაში იყო ჩემი პასპორტის ასლის ფაილი აი ამაზე იყო ყველაფერი აგებული რომელიც გნიდამ ხო არის მაგ დაკითხვაზე ხო არ თქვა წეგარა მოდელიც კი რაღაცა სავარაუდოდ შესაძლებელია მე ვიცი რომ ორი ადამიანი დააკავეს პორტუგალიაში და გაათავისუფლეს იმიტომ რომ ისევ კონსპირაციის მუხლით იყვნენ და პორტუგალიას ანალოგიური კანონმდებლობა არ აქვს არ არსებობს ესეთი მუხლი და გაამართლეს და გაათავისუფლეს და როდესაც 30 მილიონი გამოძიებაში დახარჯული რავი უფროსი ყურს ყველას აუწევს რა ნებისმიერ ქვეყანაში აუწევს ყურს უფროსი 30 მილიონის უაზროდ დახარჯვაზე ვიღაცა უნდა დაიჭირო ამ 30 მილიონად ეს ვიღაცა უნდა და თრო ყოფილიყავი მე 30 მილიონი ბიჭო 30 მილიონი მეილზე გაგზავნილი პასპორტი ჩემი ტელეფონის ექსპერტიზა დაჯდა $150,000 რომელზეც ვიხვეწებოდი რომ მე გეტყვით პაროლს თქო ბიჭო აქ არ ჩამოვიდნენ ამის კომპის წაღებები და რაღაცები თემები არა მაინც უკვე მან უფლება აქვს რომ ამ ქვეყნის შიგნით აფათურონ ხელები მაგ დროს იურისდიქცია აძლევს უფლებას არა ჩხრეყვაზე მოვიდნენ რაღაცა ჩხრეყვაზე იყვნენ ჩემთან ეს ჩემი მოთხოვნით იყო იმიტომ რომ საქართველოში ჩემმა ადვოკატებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ მივმართოთ აქაურ პროკურატურას თხოვნით რომ აღიძრას საქმე და გამომდინარე იქიდან რომ თუ დანაშაული რეალურად იყო ჩადენილი ის იყო ჩადენილი საქართველოს ტერიტორიიდან საუბარია საქართველოს მოქალაქეზე და შესაბამისად საქართველოს უნდა აწარმოოს გამოძიებაც და დაძიება მოხდეს და დაისაჯოს ექსტრადირება არა საქართველოში უნდა დაისაჯოს რა წარმოიდგინე გემი რომელიც ზღვაში წურავ საქართველოს დროშის ქვეშ სადაც არ უნდა იყოს ის საქართველოს ტერიტორიაა ის გემი დამთავრდა ბაზარი არა ხო და შესაბამისად გვინდოდა ჩვენ მივმართეთ პროკურატურას თხოვნით რომ გთხოვთ აგერ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ აღიძრას საქმე რაზეც საქართველოს პროკურატურამ რავი ჩვეულებრივად სწორი და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება მიიღო და მოგწერა პასუხი რომ აღნიშნული ფაქტები საქმის აღსაძვრელად საკმარისი არ არის ვერ დავიჭერთ ამ კაცს ამას ჩვენ იმისთვის ვცდილობდით რეალურად რომ საქართველოშიც ყოფილიყო საქმე აღწეული ჩემზე და საქართველოს მოეთხოვა ჩემი თავი აქ და ელემენტარულად
ოჯახთან ახლოს ყოფილიყავი რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია რა, ეს გერმანიაში გადაფრინდი სამ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ. აქ კვირაში ერთხელ რაღაც მაინც შეუგზავნი ადამიანს რა. ბულკს მაინც გაუგზავნი. ხო. ვახ. გერმანიის ციხე 1000 ჯერ ჯობია ამერიკის ციხეს. აი მილიონჯერ ჯობია. იგივე იქაც ციხე იყო, რასაც ამობდა იქ. კი, იქაც ციხე იყო, მაგრამ ადამიანური კუთხით აიღე, კვების ევროპული სტანდარტებია, ხო? ჯანდაცვის კუთხით აიღე. რა ვიცი, მე როდესაც წერილი მივწერე საზოგადოებას, იქ მეწერა ესეთი რაღაც, არ ვიცი, მე მგონი გადააკეთეს შემება, იმიტომ რომ ცოტა ესეთი პოლიტიკური იყო რა. ძალიან ბევრი რამე მომეწონა ევროპაში, მაგრამ ყველა ღირებულება ევროპიდან წარმოსაღები არ არის რა. რაღაცები არის, რაც ჩვენს მენტალობასთან არათავსებადია აბსოლუტურად. ხო და ბევრად წინ არიან, აი ყველანაირად წინ არიან ამერიკელებზე გერმანელები. აი ხა ევროპის თემა რო ახსენეს, ტრანსბურგის თემა არაფერ შუაში არაა, რომ მანდ გასაჩივრება ხდება. თუ ისევ ამერიკაში არის ეგ შენი кейსის თემა. რა ვიცი, რაღაცა გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს, რომ ის გასაჩივრება შეძლო, რაღაცის წინააღმდეგ მიდიოდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი ქვეყანა გერმანიაც და ძალიან დიდი ქვეყანა ამერიკაც, ამ ყველაფერს ჭირდება დრო. და ისე არის მოწყობილი სისტემა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არ ხარ დამნაშავე, სასჯელის მოხდას იწყებ. ალბათობა რამე თეორიული არსებობს, რომ ისევ გაგიწოვონ იქით? ამ საქმეზე არა. არა, ამ საქმეზე ახლა ლაპარაკი, ხო? არა, ამ საქმეზე გამორიცხულია. ამერიკაში всё. არანაირი უფლება. რეალურად რომ მქონდეს ეგ დანაშაული ჩადენილი, ვერაფერს ვერ მისავენ. დამთავრდა, იმიტომ რომ პროკურატურამ მიმართა აშშ-ს სასამართლოს თხოვნით ყურე სიტყვით. ამერიკის იუსტიციის უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ მოხსნათ ამ ადამიანს ბრალი და რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. და უმაღლესი იუსტიციის ინტერესები არის ის, რომ სასამართლოში არ გამენადგურებინა, იმიტომ რომ შევპირდი, რომ გავანადგურებდი. ხო დაენზრათ. ხო ეგ პონტი გარდაუვალი, ანუ ბიჭო. კი, დრო დაჭირდება იგივენაირად, რა დროც დაჭირდა იმას. აღარ გეჩქარება ეგის თემა. არა, ნამდვილად არ მეჩქარება. ვაფშე არ გეჩქარება. მე მინდა ვაჩვენო ამერიკელებს როგორია ერთი ქართველის ბრძოლა მთელი ამერიკის წინააღმდეგ. ხო იციან როგორი იყო ერთი ქართველის წინააღმდეგ მთელი ამერიკის ბრძოლა. აი ხა საპირისპირო მინდა რომ დავანახო რა. აბსოლუტურად პოლიტიკასთან და ეს მსგავს რაღაცებთან არანაირი კავშირი არ აქვს ამას, მაგრამ მინდა რომ იცოდნენ რა, რომ სამომავლოდ, როდესაც ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ, ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ გადაწყვეტენ, რომ რაიმე ესეთი ჩაიდინონ და გაუჩალიჩონ. სხვას ვერაფერს ვერ ვარქმევ. ანუ ეხლაც მანქანაში მაქვს საბუთები, შემიძლია აი აქ და ახლა იურიდიულად დაგიმტკიცო, რომ მიჩალიჩებდნენ ჩვეულებრივად. კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ამას იზამენ რა, კი. კარგად უნდა დაფიქრდნენ ძალიან. არა. სერიოზული პოდკასტი. სანამ ისევ რაღაცებს კითხავ 1-2 ეს რეკლამა რო არ გამომიდეს. მედი კაცო, მედი მაინც არიხდიან ეგენი. ვაფშე არასოდეს არსად. გადაუხადოთ ხალხს. დამირეკეთ. პროსტა დამირეკეთ გამისტორდეს. ვაფშე არა, კურსა პროსტა აქედან გავალ თუ არა გირეკავა. Red Bull-ი და ექპოსტ რა ვახრა, შეეშვი რა ვახრა, შემდეგ აი სერიოზულ თემებს განვიხილავთ გქონდ. მოკლედ, ჩემი მეგობარი კომპანია იდეაში ეს მაგრა გამოგადგებოდა იქ, ჩემი ნერვებს მაინც დაგიწყნარებდა. აზე ხარ ხო, ვინც არის შამანები? მოკლედ, ვინც არიცით, ჩემი მეგობრები, ეს არის სუპერფუდი, საკვები დანამატი სოკოს ბაზაზე, რომელიც რა ვიცი, ყველა მავნე უბედურებას, მენტალურიდან დაწყებული, ფიზიკური დამთავრებული, აგვარებს, გილაგებს და ასე შემდეგ, იმიტომ უთხარი, ამანიტა იქ მაგალითად ძალიან კარგი. ყოველ საღამოს ერთი ეპიპეტკა ამანიტა მინიმუმ ცოტა გაგაპოხუისდებინებ და რაღაცა დარდებს, ასე რომ ვისაც რამე პრობლემები გაქვთ, აბსოლუტურად ნატურალური ჯანმრთელი სრული ციკლი საქართველოში აქი წარმოება, აქაურია ყველაფერი, ყველანაირი სიგელ დიპლომი, რომ ავთენტური, ნამდვილი სუფთა პროდუქტი არის, საიტზე არის, აღწერაში გადადით. თუ
თუ რამე შეკითხვა გაქვთ, მიწერეთ, როგორც აი ექიმს ძმაკაც დაელაპარაკეთ, გაუზიარეთ ყველაფერი, თვითონაც გეტყვიან, რა გჭირდება, როგორ გჭირდება და ჯანმრთელები მეყოლეთ, ხოძე მეყოლეთ და თავისუფლები ყველა ვაფშე. მე ვადასტურებ, რომ ძალიან ეფექტური საშუალებებია, იმიტომ რომ პირადად ვიცნობ ამ პროდუქტს და პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც აწარმოებენ ჯერ კიდევ ნეპალიდან ვიცნობ. ხო, კი. ჯიგრეს მოკითხვა, ნიკუშა ასე შემდეგ. ხო, ნამდვილად კარგი პროდუქტია. ვახ, ბიჭო რა, ეხლა ცოტა ისეთი შეკითხვები მექნება. თუ არ მოგწონს, ნახვიზე უშეფეგრევე ამ კითხვას. ვაფშე არ გამიტყდება ძმაო ჩემო. უყურე, ალბათ მე არ მაქვს გამოცდილება ჯდომის, მოდი ესე გეტყვი. მე დამიჭირე შოტლანდიაში ადრე და პროსტა სასაცილოა ჟღერს შენი სტორის მე ჩემი სტორი შოტლანდიაში დამიჭირე ჩხუბის გამო და 2 ღამე მაყურყუტეს და მე რაღაცა დეპორტი ჩამირთყეს და მოკლედ ვერსად ვერ შევდიოდი ქვეყნის გარეთ ვერ გავდიოდი, მაგრამ დაალაგდა მოვაგვარე რაღაცეები და მახსოვს აი ეს 2 დღე რა. უცხო ქვეყანაში ხო ხვდები ან უცხო ქვეყანაში სადღაც ვიჯექი ოთახში, გვაკეთიქით რაღაცა წივილ-კივილები, ამბები ეს დნმ-ის აღება და აი 2 დღეში რა ფიქრები მქონდა ეგ მახსოვს რა, თავი მეგონა რა ალკატრასში და მეთქი ჩემი ამ წიგნს დავწერ, მეთქი 2 დღეში გაჩაიჯვირა და ელოდე გაგათრევენ გარეთ თუ რაღაც. უყურე ალბათ რაღაცა მაგ დროს მოდის კიდე ერთხელ ვიძახი, ეს არ არის ქართული ციხე რა, სადაც აი იგივე ვიღაცა მოგინახულებს, რაღაცას გაიგებ, ანუ ვაფშე სადღაც ხარ რა. რა არის ყველაზე მეტი რაზეც გეფიქრება რა. გარდა მოდი ასე ვთქვათ, უსამართლობის შეგრძნებისა, ოჯახის წევრებისა, ვინც გაკლია, აი რა მოდის კიდე რა, რითი კლავ თავში მოსულ რაღაცა ქაოსს, ან ყვირილს, ან რაღაცას, თავისი ჩუმის ყვირილს. მე შემიძლია ესე გითხრა. ყოველი ჩემი თვალის დახამხამება იყო მომენტი, როდესაც მე ხედავდი ჩემს შვილებს და ჩემი შვილების მომავალს. ეს მაძლევდა აი არარეალურ ძალას. მე რეალურად ალბათ ამის ხარჯზე ვარ ეხლა აქ რა. 1000-ნაირი აზრი მოდის. თან აი როგცალია, ხო ხვდები ერთადერთი საქმე გაქვს ფიქრი რა. მე მომიწია ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 20 წლის გახსენება როგორ დეტალებში, იცი? მთელი ცხოვრება რის დავიწყებასაც ვცდილობდი იმის გახსენება. ამოატივტივე ვაფშე ყველა. მომიწია, მინდოდა თუ არ მინდოდა, მომიწია. ხო და რავი. ბავშვები რა, ბავშვებზე ვფიქრობდი ყველაზე ბევრს. დაახლოებით 500-მდე ფილმს უყურე და ფილმებთან საერთოდ არ მეგობრობდი. ეკონტი ქონდა რაღაცა მაინც გერმანიაში იყო. გერმანიაში იყო. გერმანიაში კი, ამერიკაში არა. არც ციგნი არაფერი არც ციგნი საერთოდ არ აინტერესებთ ეხა შენ რო ქართულად გინდა რამე წაიგითხო ან თუნდაც რუსულად, ინგლისურად გინდა, ოკეი. საბოლოო ჯამში 300-მდე ციგნი წავიკითხე და ერთი ციგნი ზოგი შემარგებელია, ხო? ერთი ციგნი შევქმენი. დაჟე? სად არის? დაიდო, გამოვიდა, ჯერ არა. მიგზავნი ერთ ხო იცი რომ ყველა აუცილებლად გასაგებია რომ ამ თემაზე იქნება ალბათ შენი მიგზავნი მე კიდე ერთხელ მოვალ შენთან სტუმრად სამჯერ ამ ციგნის პრეზენტაციაში სამჯერ მოდი და 4ჯერ მოდი აუ ეგ უნდა მეკითხა ციგნიც ეგ ფილმიც რაღაცა გასაკეთებელია უცილ მემუარები არ ვიცი რაღაცა რა ციგნი არსებობს სადაც დეტალურად არის ჩემი გრძნობები აღწერილი არის საქმის დეტალები მათ შორის არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, არის მომენტები, რომელიც მე მხოლოდ ციხიდან შევძელი ამის დანახვა თუ რა მაძლიერებდა და რა მქმნიდა და მაყალიბებდა ისეთ პიროვნებად, როგორიც ვარ. ძალიან საინტერესო წიგნი იქნება, სახელწოდება იქნება არ დანებდე და ეს რავი, ბედის ირონია ალბათ წლების განმავლობაში ვაპრომოუტებდი აი ამ ჰეშტეგს არ დანებდე, ყველა ჩემი ვიდეოს ქვეშ არის მე მგონი ეს ჰეშტეგი რა. და ყველაზე ძალიან საბოლოო ჯამში მე გამომადგა და მივიღე გადაწყვეტილება რომ აი ციგნის სახელწოდებაც ესეთი იქნება ჰეშტეგი გალია არ დანებდე მაინც ერთი ხელმოწერი ჩემია ხო პირველი ეგზემპლარი იქნება შენი პირობას გაძლევ საჩაროდ ჩემი სახლის ბიბლიოთეკაში წაიკითხოთ დადო ვახ ბიჭო ანუ აი არ ვიცი რა კიდე ერთხელ გეუბნები ცოტა იმდენად ფილმის სიუჟეტი არის, იმდენად სტრანი სიუჟეტი არის, იმედ გაცრუებები. უყურებ, მაგ დროს გონია რომ ყველაზე მეტად რაც არის, ანუ
ჩისტა ფასეულობ რაღაცაებზე აგებული შენი მენტალური მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაღაც აი ძელი რა 4-5-20 ძელი რომელზეც შენ ფასეულობებს მიაწერ და გონია რომ აი ეს არის ბაზისი შენ ააწყე და ამით მოდიხარ ტრანსფორმირდება რაღაც ასაკში იმიტომ რომ უბრალოდ ვიზრდებით ადამიანები რაღაცების რომ აი მაგ დროს გონია რომ აი ზანზარს იწყებს და რაღაცა ფუნდამენტალური ფასეულობები იწყებს გადაყირავებას შეცვლას გაქრობას ადამიანები მიდიან შენი ცხოვრებიდან წარმოიდგინე ადამიანები მიდიან შენი ცხოვრებიდან იმიტომ რომ ეგეთ მომენტებში ადამიანები რომლებსაც ისეთი სუფთა და ჭეშმარიტი მიზნები არ აქვს ჩვენთან ურთიერთობისთვის ეს ყველაფერი ტივტივდება ნელ-ნელა დავკარგე მეგობრები ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა და ამაზე საუბარი მაგრამ ჭეშმარიტებაა ეს დავკარგე მეგობრები ისეთი ადამიანები რომლებიც როცა ყველაფერი კარგად იყო ყოველთვის ჩემთან იყვნენ მაგრამ როგორც კი გაჩნდა იმის საფრთხე რომ ეს სახში ვერ დავბრუნდებოდი საკმაოდ დიდი გაქრნენ ადამიანები დღეს მე აღარ მჭირდებიან ისინი როდესაც ეს ადამიანები ჭირდებოდა ჩემს ოჯახს და ისინი არ იყვნენ დღეს მე არ მჭირდებიან ყველაფერი იცვლება რა აზარიანა დამენგრა ყველაფერი ერთი სიტყვით თავზე მაგრამ მეც აქცევის და ფეხზე დადგომის არ მეშინია რა კიდევ დავდგები ფეხზე კიდე ჩემი ძმა რომ არა აი ხა იქიდან კი იყურება ჩუმად და ეღიმება მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მან მეცაც გეტყვი შეიძლება იქიდან გამომდინარე რომ ჩემზე 4 წლით პატარა არის ძირითადად ისეთ ფუნქციებს მე ვასრულებდი ასაკიდან უფროსი ძმა ვიყავი ყოველთვის რა რავი უფროსი ძმობა კი არა მამობაც გამიწია გარკვეულწილად მათ შორის ჩემ შვილებსაც შეცალკე რა სტრესი ხო ისიც გაჭაღარავ და სხვათა შორის ხო ეხლა ხო იასნაც ეხლა კიდე მოწკეპილი ხო მოვიდა კარგად გამოიყურებ თავი და ვიდეოში ვნახე იმენა ბერის ვიძე იყო აი ხელა ჭაღარა წვერით ჭაღარა თმით ეხლა მოწკეპილი მოვიდა კიდე კარგად ხარ ძმაო კიდე კარგად ხარ საღოლ რა გეგმა ყურე გასაგებია ალბათ როიჯექი თვითფრინავში რომ მოდიოდი ალბათ სხვა ემოციები იქნებოდა რა არ მჯეროდა სიმართლე გითხრა თვითფრინავი სანამ არ დაჭდა სამი არ გადაუხვიო სამის დედავატი ვერ დავიჯერე ხო ნუ იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მიშვებდნენ რა რეალურად ბოლოს გამიშვეს და ისევ დამიჭირეს და ბორკილები სად მოხსნეს ბორკილები მომხსნეს ვაშინგტონის აეროპორტში რიგით რეისი წამოხვედი? რიგით რეისი წამოვედი, ოღონდ სპეციალური ადგილებია დეპორტირებული ადამიანებისთვის სულ ბოლოში. ხო. აი სანამ თვითფრინავზე ავედი, მომხსნეს ბორკილები და ეგ იყო ბოლო მომენტი, როდესაც მე ბორკილები მეკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აწიმე ბორკილები თუ მეკეთება მხოლოდ სექსუალური ფანტაზიები და ასე შემდეგ. ანუ დამთავრდა ბორკილები ჩემს ცხოვრებაში. ისედაც დამთავრებული იყო, აი ვერ წარმოვიდგენი. ვინ მე რაც მომივიდა აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. აი საერთოდ არავინ არ არის დაცული იმისგან. შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენი პასპორტის ასლი ახლა ვინმეს არ აქვს? ხო, გამარჯობა შენ. ვიღაცას როგორ არ ექნება? გამარჯობა შენ. და მაგარი დაყლებული ვარ, ხანსად ვაჩვენებდი ხოლმე, ხანსად დევდი ჩემი. ბარათი ერთი 4-ჯერ გამიტეხეს, ამათი არასწორი დედავატირე ვიღაცები მაჩები. ხან ნეპალში მეჭრება $4, ხან ნიუ-იორკში ვიღაცა კოკა-კოლას ყიდულობს, ჩემი ბარათი ტვინი მომეტყრა. ჩემი საქმის ბაძილიკები იქნებიან. ეგ ისინი კი მე რო ჩამოვთვალე ეგ. არა ბიჭო ვერავინ დღეს თან ვერავინ ვერ არის ეგრე დაცული რა და ხო გააჩნია ვის ეჯახები ბიჭო აი ეგ მაღფრთოვანებს რა ბჭყალებში რომ არის რაღაცა დაჯახებები ცხოვრებაში რომელიც პროსტა ხანდახან კარგია რომ აირიდო მაგრამ თუ არ ირიდებ გააძლევს ან გამოცდილებას ან მინიმუმ ადრენალინს რა ან ვიღაცა შეიძლება პროსტა იმითო დაეჯახო ხანდახან ცხოვრების ეტაპი გაქვს რომ ადრენალინი გჭირდება და ეს მეტნაკლებად ყველას გაულია, მაგრამ არის რაღაცა კედლები, რომელსაც პროსტა რო ეჯახები, ხვდები რომ ანუ კედელია რა, უაზრო კედელია. ეს არის სახელმწიფო ეჯახები და პროსტა აი მაგ დროს გჭირდება რკინის თავი. მალაკან სვეჩი გეუნები, ანუ მე რო
აი გულწრფელად ეხა მაგრად მინდა რომ თქვა სხვანაირად და უფრო კვერცხებიანი ბიჭი გამოჩნდე, მაგრამ არ მყოფნის რა, მე არ ვიცი რამდენად გავქაჩავდი მაგას რა. გულისხმობ იმას რომ ადამიანი მეუნება ამას. აი სვეტში 7 წელზე რომ ჩამოვიდოდნენ, ალბათ ვითხოვდი, მობას 7, დავაი დაწერეთ, ყველა მე მოვკალით, ყველი პრეზიდენტი. კენედის მე მოვკალი, ვაფშე ყველა მე მოვკალი, ოღონდ 7 წელი და არ ესე მგონია, კაცმა არ გამაგებინო საქმეზე რომ მიდგება ტესტესტერონი რას იზავს, მაგრამ ბიჭო, იმდენად რთული რაღაც გამოიარე, რომ ტაში აპლოდისმენტები ცოტა ამბავი არის რა, პროსტა მინდა ვნახო დღე, როდესაც დაიდება პოსტი, რომ ამერიკამ кейსი წააგო. ეგ პოსტი დავიყვირებ გამოიღეთ ხო რა, აი ეს იქნება სამართლის რაღაცა ზეიმი რა. ნამდვილი ზეიმი იქნება ეგ პონტი რა. კი, და მე ვდებ პირობას ჩემი და შენი მაყურებლის წინაშე, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამართალმა. ჯერა ბრაზა, ჯერა და ჯერა რომ ეგრეც იქნება. მაყურებელი ახსენებ, რომ მოდიოდი ალბათ ფიქრობდი, რომ კი ამას ვიზავ, ამერიკას ეგ ყველაფერი იქნება, მაგრამ ჩისტა რომ დაალაგდი რა და გაიპარსიალზე მოხვედი რაღაცა Red Bull დალია. ეხა რა გეგმებია გარდა მაგომებისა, რომელიც აუცილებლად მოსაგებია. ვაფშე რა, რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ, შეეშვა, არ შეეშვა, ბრუნდები, არ ბრუნდები. დავბრუნდი ამ ამბავში რა. დავბრუნდი YouTube სივრცეში. სიმართლე გითხრა, არ ვიცი რამდენად დიდი ხნით დავბრუნდი. მაგრამ ჯერ ვარ, იმიტომ რომ მიყვარს რა ჩემი საქმე. მე რეალურად ამ სეგმენტში ტოპ 1 პოზიცია ზუსტად იმიტომ მაქვს, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ 100%, რომ გესმის რასაც ვამბობ, აი ზუსტად ისე იგებ როგორც ვამბობ. მომწონს რითიც ვარ დაკავებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დროებითია, გულწრფელად რო გითხრა, საერთოდ ფიქრობდი იმას დამეწყო თუ არა. ფიქრობდი. მაგრამ აქ ცოტა ჩემი ძმის მხარდაჭერით, ცოტა ირაკლის მხარდაჭერით, მეგობრები, თანამშრომლები, უამრავი რამე ამაზე მიბმული. მაყურებელი რაც მთავარია, რომელიც აი მუდმივად სვაიპსას არც ერთი ლაივი არ ქონია შეკითხვის გარეშე საშა როდის ბრუნდება. არც ერთი ლაივი არ ჩაულია არც ერთ ლაივს. ხო და პასუხისგებლობაც მაქვს რა საზოგადოების წინაშე უკვე ხა წლების განმავლობაში ყველა საღამოს ერთად რო ხართ და ადამიანები რო გიცნობენ, რა ვიცი, ზოგჯერ ადამიანები ხვდებიან ქუჩაში და ჩემს შესახებ იმდენი რამე იციან, რომ მე უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ არ ვიცი იმის შესახებ. მაგრამ ცოტა სხვადასხვა მხარეს ვართ რა ეკრანების და რამე ახალ კონტენტზე ხო არ ფიქრობ? ვფიქრობ ბედაში გახსოვს სანამ ეგ ბეთკრული ამბები მოხდებოდა, მე შეგნახე კაკრას 1-2 კვირით ადრე აგროჰაბში გადავიკვეთეთ, გახსოვს? რო გამოვდიოდი და 1-2 კვირაში მოხდა ეგ ამბავი ჩვენში რა, აგროჰაბში გადავიკვეთ და მანამდე ერთი რავი წლით ადრე რაღაცაზე შევხვდით მახსოვს, კონტენტის გეგმა ქონდა რა, რაღაცას რესტორანში რო საკვე ბიუჯეტი ჭამდით და რაღაცა სხვა გეგმები ქონდა კიდე რა. ეგენი ჩაყვინთული ამბავია თუ? არა, გეგმები არის. რა რიცი გამომდინარე ამ ბოლო გამოცდილებიდან რაღაც აღარ ვსაუბრობ ხოლმე რა წინასწარ რაღაცეებზე. გეგმები არის, ვფიქრობ, რომ კონტენტის მიმართულება შეიცვლება. მაგრამ ალბათ YouTube-ის უფრო ბექში გადავალ რა. სასამართლოს რომ მოვიგებ, არ ვიცი. YouTuber-ებს გვირდებით ყველაზე ამიერკავკასიაში ყველაზე მაგარ პავილიონს გადასაღებს, აი რავი, თუ გინდათ Boeing-საც დაგიყენებთ. იქ მადროვე ცოტა ხანი სასამართლო მაქვს მოსაგები. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი საქმეა. ძალიან ბევრი დოკუმენტი არის მოსამზადებელი, ძალიან წარმოიდგინე ხა დროში გვაქვს სხვაობა, რა 10 საათი გვაქვს. რამდენი ხანია დაბრუნდი? ეხლა რამდენი ხანია გავყვე? 2 კვირაა. რამდენი რაღაც გექნება საქეკ დასალაგებელი. მინდა დასასვენებლად რომ მივიღო ერთი კვირა რო ბრუნდები, ერთი კვირა მჭირდება რომ დავალაგო ყველა. მე კიდე 16 თვით წავედი დასასვენებლად. აბა ბიჭო, რამდენი რამე იქ. 16 თვით წავედი დასასვენებლად გერმანიაში ლუდის დასალევად, რომელიც დანიშნა სადღაც $150,000-მდე. და მოიგეს მაინც ის თამაში ვის არა უყურე ეხა ხადაობა გიქრა ანუ საქართველოს თურქეთის მატჩი იყო და გუშინდაც საქართველოს თურქეთის მატჩი იყო რა და თურმე თეო
ჩემი რძალი მიშოს მეუღლეს ის უკან რა და მე და მიშო რაღაცებს საუბრობთ თურმე იწერს ეს რა და მიშომ გააძრო ისო საქართველოს თურქეთი თამაშობს რა დღეს ცოტა ჩემი რეაქცია იყო აბსოლუტურად ინსტინქტური ჩემს ხვდები და დავდეთ ეს TikTok-ზე წამოვიდა კიდე უზარმაზარი ჰეითი, იმიტომ რომ ხალხმა იფიქრა რომ ეს რამენაირად გუნდთან არის დაკავშირებული. კონტექსტი. გუნდის ბიჭებს ვენაცვალე, კონტექსტი ხალხო. მოკითხვა ჩემგან, სხვა შორის კვარა უნდა გამეცნო, პირადად ძალიან დიდი იმედი მქონდა მაგის რომ გამომივიდო და მე საერთოდ მისნებს რომ ვისახავ ყველაფერი გამომივიდა. ხო, ანუ გუნდთან არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ფეხბურთს მე აღარ უყურებ და საქართველოს თურქეთის მატჩი რო იყო, იმიტომ ვთქვი, რომ ვიცი როგორ დამთავრდება თქო. მაშინ 3-1 წავაგეთ, ეხლა 4-1 წავაგეთ. მოვა დღე, როდესაც ბიჭო მოიგებთ, არა მაგმეტი სანერუ არ მოგცეთ, არა. ხო, თქვენი გუჯერა და გულშემატკივრო. ეხლა რამე გასვლა გამოსვლაზე, საზღვარზე, კვეთაზე გაქვს რამე პრობლემა? არანაირი. ვაფშე არა. არანაირი ამერიკამ გამომაყოლა 5 წლიანი დეპორტი და ზუსტად გეტყვი რატო, იმიტომ რომ არ ჩავიდე და არ უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურადაც შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. ერთადერთი ამერიკაში ვერ შეხვალ. დანარჩენი ევროპის ტერიტორია. ამერიკაში ვერ შევალ სასამართლომდე, როგორც კი სასამართლო ჩატარდება, აუცილებლად მოხსნის მოსამართლეამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ უკანონოა ეს გადაწყვეტილება. მე ამერიკაში არჩევს უარ ჩემი ნებით. არჩევს უარ ჩემი ფეხით. ჩაგიტანეს. არ გადამიგიკვეთია საზღვარი უკანონოდ. თვითონ არ მომწეს იმის საშუალება, რომ პასპორტი წამოეღო. ანუ ფურცელი, რომელზეც ადვოკატის სახელი და გვარი ეწერებოდა, არ წამაღებინეს გერმანიიდან ამერიკაში. დამაბორკილეს ჯიგრებმა და ჩამიყვანეს თვითონ. და საბოლოო ჯამში მთელი ამ ისტორიის კურიოზულობა იმაშია, რომ ამერიკამ დამაპატიმრა და მოახდინა ჩემი ექსტრადირება იმისთვის, რომ მოახდინოს დეპორტირება. ხო, ეგრე გამოვიდა. ხო, ფაქტი ეგრეა. 5 წელი რომ მოეცათ რა. შენგენს არ ეხება, ჩვეულებრივად შეგიძლიათ ჩახვიდე სადაც გინდა. კი. შვილიშვილებს თესლ ისტორიას მოუყვები, გაასწორებს. კინო გადავიღოთ თქო. დავაი გეუნები, წიგნი კაია რომ უკვე გააკეთე. სცენარი გააკეთა თვალი. ბაზარი არა, საოცრო. რავი, საშკა ძალიან მიხარია, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. ბოლოში ხარ და უეჭველი ვიცი რომ კეთილი ბოლო ექნება, სამართლიანი ბოლო ექნება. გულწრფელად კიდე ერთხელ ვიტყვი რომ მეც ალბათ იმ ტიპებში ვიყავი, რომელსაც იასნად მაგდენი წელი ზუსტად ვიცოდი, ანუ აი ხელს მოვიჭრი, რომ აი ბავშვს ფიცავა რომ 67 რა არ მეგონა რომ მეთქი 14-15 წელი პროსტა ამას აქ შტოლები ვართ ეხა მე და შენ ყველაზე საუკეთესო წლებითი მარატონ უნდა ხეხოს აი სადღაც იქით რა ეგ დამოკიდებულება მქონდა აი რატომღაც რა ცვეთში გეუნები და ისე მისწორდება რომ შევცდი ისე მისწორდება აი ყველა ესე შემცდარიყოს შენთან მიმართებაში რა და კიდე ერთხელ ვიძახი ზღაპრის ბოლო იყოს კეთილი რა და მე მჯერა რომ ესე იქნება პოდკასტს ვამეორებ ციკს უშვებ თუ არა უეჭველი მოდივართ და კიდე მე ბევრი კითხვები მექნება რომელიც მინდა რომ დღეს მოდი მოთელვა დავარქვა დღევანდელ პოდკასტს ხო ვერ ჩავეტევით ფიზიკურად ხო არა თან ეხა კიდე ერთხელ იმდენი რაღაც მომდის ეხა თავში კაროჩი მინდა რომ ამის კარგად მე სტრუქტურირება გავაკეთო და კიდე არაერთხელ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მოვლენები გრძელდება რა ჯერ რაღაცა ბოლო გოზდი ჩასარტყმელი არის ფინალში მაგ რჩევები ძირითადად არის პოპკულტური და ხოლმე რა ფილმი სერიალი წიგნი რაღაცა რა სამი შენ სამი მე სახელს ამბობ ესე ვაკეთებ აქ აფიშა ნათდება ფილმები გინახავს თან მოყევი რაღაცა ფილმები ვნახევ წიგნებსაც კითხულობდი რაც გაგისწორდება აი რო თვლი რო იდეაში ჩვენმა მაყურებელმა ეხა რაღაცა რო ჩართოს ან წაიკითხოს მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს მაქსიმუმ შეიძლება რამე შემეცნებაც დაილექოს რიგრიგობით მე აფიშები Netflix-ის აქ ამაკ სამიცალი თუ გინდა შენ დაიწყე თუ გინდა მე დავიწყებ ოკეი მოდი შენ დაიწყე დავაი მე მოვიფიქრებ კარგად დავაი გაიხსენე რაც გაგისწორდება Так, მეგობრებო, მე ეს პერიოდი მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ გადამკვდარი მუშაობა მიდის სერიალზე, ვამთავრებთ, გავედით ბოლოში, მაინც რაღაცეებს მონტაჟების დროს ვნახულობ. მაგალითად, მარველის ფანებო, ვინც გიყვარს, მე იცით, რომ ძალიან მიყვარს მარველი. არის ესეთ მიმართულება მარველში, What If ესე ქვია, ეს არის ანიმაციური მიმართულება, აი Avengers-ების და მაგ რაღაცა Universe-ის ანიმაციური სერიალი არის, რომელიც დაფუძნებულია როგორ რაღაცაზე, იცი, რომ რასაც სიტყვა გეუბნა, What If
აი რა იქნებოდა რომ სიტყვაზე კაპიტან ამერიკას ქონოდა 14 ძუძუ და ეგეთი რაღაც პარალელურ სამყაროში განახებენ მაგ ვერსიას. გამოვიდა მაგის ძველი 2 სეზონი მაგაზე არ მოკლაპარაკე. ხო, სიტყვაზე რა. იქ არის ერთ-ერთ სერიაში რაღაცა ზომბი თემა ვითარდება და ცალკე გამოუშვა მარველმა ეს ზომბის პატარა სეზონი, რომელიც ისე გამისწორდა 5 სერია თუ 6 სერია არის. იმ დღეს ერთ ამოს უთქვაზე საღამოს რაღაცას ვამონტაჟებდი და ჩაუჯექი ვისი ამონე. მარველის ფანებო ვისაც გამოგრჩათ, what if გევასებათ, ჩემი პირველი რჩევა იყოს აი ესე ქვია, მარվել ზომბის, აბატონ. შენი პირველი. ჩემი პირველი რჩევა იქნება და ამას ხშირად სტრიმზეც ურჩევ ხოლმე მაყურებელს, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ფილმებთან მანამდე მე დიდად არ მეგობრობდი და ხო გეუბნებ 300-მდე არა მეტი ფილმი მაქვს ნახი. Revolver-ს გირჩევთ მაინც Revolver-ი ის გაირიჩის ხო? გაირიჩის არის. ო როგორ მევასება. კი, უდერსკესი კაცი არის. რეი ლიოტა ხო ცხონებული, რეი ლიოტაც არის. Revolver-ი ხო ეგ არის. საკანშიროზის და გვერდზე ჭადრაკის მოთამაშე უდერსკეს გაირიჩის. ვისაც არ გაქვს რა ნახი, ეს ის პერიოდია გაირიჩი დერსკობებს რო იღებდა. ეხაც იღებს, მაგრამ ნუ მაშინ უფრო დერსკობებს იღებდა. სტეთემი, რეი ლიოტა, ანუ სერიოზული არტისტები, თან ეხა შენ გულში ჩაქშებოდა ისეთი ისტორია არის იქ ძალიან დერსკი, ციხის ამბავი და გამოსვლა და ტიპის რაღაცა ფენიქსივით აღორძინება. მოკლედ, Revolver-ი, დავაი. ჩემი მეორე. კაი, რა ვნახ, ბევრი მაქვს და რაღაცებს გამოვიზოგავ. ხო. ძალიან ვიკაიფე ჯეისონ მამოა, ვისაც გევასებათ, ჩვენი აკვამენი კაცი, ჩვენი დიდი ზდარავი კაცი. გამოვიდა სერიალი Apple TV-ზე, ქვია Chief of War. ეს არის სწორად მინდა თქვა, რა ქვიათ მაგ ტომებს, ვინც იყვნენ ჰავაიზე. ანუ აი ჰავაის ტომებზე არის, ეს არის, აი ეს ტიპი არის, რაღაცა მაგათი ლიდერი და როგორ შედიან იქ რაღაცა ცივილიზაცია, როგორ ცდილობს რომ დაიპყროს ეს რაღაცა ძალიან დერსკი ხალხი სხვადასხვა ტომები და იქ შიდა კონფლიქტები აქვს. 9 სერიაა, პირველი სეზონი ეხლა მორჩა. ძალიან გამისწორდა. რო გითხრათ შედევრია თქო და მერთო ეს რა ვნახე აქამდე არაფერი არ მინახავს, თქო არ არის, მაგრამ ძალიან საკაიფოდ გამოტარებინა 2 საღამო. ასე რომ ჩემი მეორე რჩევა იყოს Chief of War. აბატონ. Okay. შენი მეორე. ჩემი მეორე იქნება რუსული ენა, ვინც იცით. ძალიან გაგისწორდებათ. არის სერიალი სახელწოდებით Call Center. Call Center. Call Center-თან რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს, ფილმის სიუჟეტ მცირე კავშირი აქვს ძალიან, ანუ. მაგრამ ძალიან ისე კარგად დაინახავთ ამ ფილმში შენიღბული ადამიანების ფუნქციებს და მოვალეობებს და ადამიანის რეალური სახის გამოჩენას დაინახავთ ძალიან მაგრად და ძალიან არც მე არ მინახავს ვეცდა ნახო Call Center-ი ესე ქვია რა Call Center-ი ქვია ახალია თუ რამე ახალია ოკეი მეორეა ხო შენი ეს Call Center-ი აბატონო და ჩემი მესამე იმ დღეს Netflix ხო იცი რომ ელოდები რამე ახალი დადეთქო და ძველი გამომიგდო ეს ფილმი იყო ადრე 2000-იანების ფილმია. ძალიან მიყვარდა და დამავიწყდა რატომ მიყვარდა თურმე რა. ფილმს ქვია Click, პულტი. ადამ სენტლერი თამაშობს, ვისი რეჟისურა არ ვიცი. უმარტივესი სიუჟეტია, ტიპს აქვს რაღაცა ცხოვრებაში ცოტა ისეთი პერიოდი, კარიერაში კარგად არ უმართლებს, ოჯახშია ამბავი თავზე დაყრილი და განგება მას აჩუქებს პულს, რითიც შეუძლია გადაახვიოს ცხოვრება, დაატორმუზოს, ენა შეუცვალოს, აი მართავს რა. მათხოვოს რა. ხო აი უყურე მაგას ფილმს რო ნახავ, მიხვდები რომ ეგ პულტი არ გჭირდება. ეს არის ალბათ ერთ-ერთი, კიდევ ერთხელ მე ასეთ ვნახე ალბათ, ჩემს სულთან ერთად. ჭღნაოდით ბავშვები ვით რომ მორჩა, ანუ აი ჯღლინტი დაცრემლი, გადაზელილი ქონდა. არ მეგონა რომ მე ასეთაც ესე დამიტოვებდა. ეს არის თითქოს თამაშით ნაჩვენები ისეთი ფუნდამენტალური მარტივი ჭეშმარიტება ცხოვრების, რომ აი ძალიან ბევრ art house რო შეშურდება რა. ეს არის გენიალური ბჭყალებში კომედია, თან ტრაგიკომედია. ძველი აუცილებლად სანახავი. ასე რომ ჩემი მესამე რჩევა იყოს Click. აბატო. ოკეი. და დააფინალებ. დავაფინალებ და ვისაც ცხოველები გიყვართ, ან ვისაც არ გიყვართ და გინდათ რომ შეგიყვარდეთ, მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ზოოპარკი მაქვს ჩვეულებრივ სახლში
შენ წარმოიდგინე ჰასკი და ორი კანადური სფინქსი რომ ერთად ცხოვრობენ ძმაკაცებივით, ხო, ეგრევა ცხოვრებ ტიპებს. მეფე არტური არის ესეთი ფილმი, რომელიც არანაირად არ არის ბრიტანეთთან და სამეფოსთან კავშირში, ხო, არა, ძაღლის სახელი არის ეს მეფე არტური. ძალიან საინტერესო ფილმია და აუცილებლად უყურეთ და გესიამოვნებათ. ძველია რამე და გავმაზე? ეგეც. ვაუ, მეფე არტური. კი. ხო არ გავასრო კინო თავი რაღაცა кай ფილმებს აძლევთ და ეგა მოგას გაფიცებ სახში მაქვს უზარმაზარი სახლის კინოთეატრი და ჩემთან წამოდი არ აი ბაზა არ მიგასრო ყვა შენ დაგადგები თუ რამე არის გავმაზე ბევრი რაღაც კაი იყოს მესამე რჩევა მეფე არტური მეც არ მინახავს აბატონ ცუგები მეც ძალიან არა მარტო ცუგები ძალიან მიყვარს ეგ არის რაზა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რომ გადაწყვიტე ამ ამბის ჩემთან მოყოლა. მადლობა შენ. მართლა, ეს იყო რაღაცა ძალიან სასიამოვნო ფაქტი. რომ მე მომანდე ეს რაღაცა ინფორმაციის აქ გაჟღერების საშუალება უпростоრად მე მომეცი. ძალიან მიხარია გამეორდები და არ დამეზარება კიდევ ერთხელ რომ ვთქვა რომ ისე მიდის ეს ამბავი და ისეთი მიმართულება მიიღო რომ ყველაფერი კარგად იქნება და სამართალი პურს აშაშჭამს, აი ეს ამბავია. და ისე გეზეიმოს, რომ ვერც კი წარმოგიდგენია, აი ეგეთი ფეიერვერკებით გეზეიმოს. აი ეგრე ბეჭებზე დაგეგდოს უსამართლობა, რასაც აუცილებლად იმსახურებს. შენ საღო ძმას ვენაცვალე. ძმობა მაგარი რამეა ვაფშე, ჩემ ძმებს მოკითხვა, მაგრამ როგორც ითქვა და ასე მაგარი გასაჭირო ანაკლები გასაჭირო ჩვენ ეგ ფუნქცია თავიდან აღმოვაჩინეთ ხო ანუ ზუსტად ვიცი რომ ეგრე იქნება რა ერთი სიტყვით წარმატებები ბრაზა ყველაფერი კარგად იქნება გელოდები როგორც კი მოაყომარებ მე ხაზზე ვარ დავლაგდებით და ასე შემდეგ რავი თქვენც რა გითხრათ ვინც ეს ისტორია არ იცოდით გამოშტერდით ახლა ვინც ამერიკაზე შეიძლება ხმალი ალესეთ ან პირიქით რაღაცა ყველაფერს მედალს ორი მხარე აქვს რა ესეთი დასკვნა მინდა გავაკეთო მე მჯერა მაინც რომ იქ ბევრი კარგიც ხდება ისევე როგორც ბევრი მძღნერი იხარშება ცუდია რომ ჩვენი თანამემამულე ამ რაღაცა მორევში მოიხარშა მაგრამ თუ ეს ყველაფერი ისე დამთავრდება ესეც პრეცედენტი იქნება რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარი მძღნერი აღიაროს და დაი მაგ ქვეყნის მადლი გადმოგვესხას რა იმიტომ რომ ჩვენც რო ვაღიაროთ ჩვენი ბევრი მძღნერები მთავრობამ და არა მარტო და ასე შემდეგ კარგი იქნება აი ესეთი რეზუმირება გვინდა გავაკეთო მაპატიეთ რომ დავაგვიანე პოდკასტით კიდე ერთხელ ვიძახი აი გავედით ბოლოში სერიალი დამთავრდება და ისევ იმ რაღაცა რეჟიმით ვიქნები როგორც ადრე ვიყავი შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის სარგენიერი აჯარაბეთი სულ ყველას სალამი აჭარაბეთს თქვენ თუ სააშკას არმიიდან იყავით და ეხა მოხვედით ჩემი არმიიდან ხართ პროსტა გამლელი იყავით და უი დედა ეს რა სტორიაო და დაგეჭირათ მნიშვნელობა არ აქვს სულ ყველას გაკოცეთ არხი გამოიწერეთ და მიალაიქეთ ვიდეო აუცილებლად მეგობრებო მეტი რა დავამატო მეც დავამატებ მე პატარა დავაი რამდენიც გინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ იმისთვის რომ გულთან ახლოს მიიტანე და მე ვიცი რომ შენ ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყავი ვინც რეაგირება მოახდინა ჩემს წერილზე და ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ჯეროდა და არ ჯეროდა და რა ვიცი ეს არ არის ისტორიის დასასრული მე აგერ გიოს მაყურებელს ვფიქრები რომ როგორც კი გაგრძელება იქნება ამ ისტორიის აუცილებლად ვესტუმრები და კი ამბობთ დეტალებს. ჩაგეხუტეთ, გაკოცეთ, ხელი ჩამორჩა. ლაიკი. არა. სერიოზული პოდკასტი.